მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოში. კარგად მოგეხსენებათ, 9 აპრილი ახლოვდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ასევე დღე, როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები შეეწირნენ იმ ოპერაციას, რომელიც ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში თავისი აგენტურის გორბაჩოვის შევარდნაძის მეშვეობით. ჩვენ ამაზე ხვალ ვისაუბრებთ უფრო დაწვრილებით 9 აპრილის დღეზე და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე, თუ ვინ მოაწყო 9 აპრილი და ვინ იყო იმ სისხლიანი კალოს უკან, მაგრამ დღეს რაც ხდება ეხა რუსთაველზე. აი ყველაფერ იმის მტრები, რისთვისაც იდგნენ ის ახალგაზრდები, ჯვრებით, სანთლებით ხელში, ენა მამული სარწმუნოებას, როდესაც იცავდნენ. დღეს აი ეს ნაძილები, ვინც არიან შეკრებილი და ჩვენო ხელისუფლებას არ მიუშვებთო იქო. ესენი ენასაც ებძვიან, იმიტომ რომ ქართულად ესენი არ მეტყველებენ. მაგალითად, გვარამიამ რო თქვა, მეო, ჩემი შვილები ამერიკაში გაუშვა და ქართულიც არ იციან. ქართული ამათმა გააუპატიურეს. მამული ამათმა წაბილწეს. სარწმუნოება ამათ არ უნდათ. და ყოველდღე ეკლესიის შეურაცხყოფა და პატრიარქის და ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა. და თქვენ ვინ ახართ, ერთი რა უფლებით გეხართ მათ? ის ახალგაზრდები, რომლებიც ნიჩბებისა და ტანკების წინააღმდეგ წავიდნენ, იყვნენ აი მართლაც ადამიანების სუფთა გარკვეული წამსით თავისუფლებისათვის მებრძოლი და საქართველოზე შეყვარებულები. თქვენ ხართ მონები, თქვენ ხართ დოლარებზე გაყიდული ხალხი, რომლებიც იქ დგეხართ ძიასემი რამდენ შაგირიცხავთ ფულს. და ის ხალხი არავითარ ფულს არ იღებდა, უმანკო ახალგაზრდები იდგნენ იქ და ელოდნენ თავიანთ განაჩენს, რომელსაც გამოუტანდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები. კიდევ ერთხელ ვიარებ, ამერიკის შეერთებული შტატები და არა კრემლი, იმიტომ რომ მაშინ ამერიკა მართავდა კრემლს, მათი აგენტურა იყო გორბაჩოვის, შევარდნაძე, იაკოვლევი, აი ეს ხალხი იყო ამერიკის აგენტურა და მათ იმიტომ მოაწყვეს 9 აპრილი, რომ დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი და ზიზღი გაჩენილიყო რუსეთის მიმართ და დღეს როდესაც ლაპარაკობენ, აი რუსებმა ეს იცით რა არის? ეხლა ისტორიის ამცოდნეებსა და რაღაცა უწიგნურ ადამიანებს საერთოდ ძნელია რაღაცა გარკვეული წაუკითხო რამე და რაღაცა ელაპარაკო. რო კითხო, აგენტები იყვნენ ამერიკის, გორბაჩოვი და შევარდნაძე და მაშინ თუ აგენტები იყვნენ, აბა ამერიკის აგენტებმა განახორციელეს, ის აბა იმას ხო არ გაუკეთებია ეს რა ქვია რუს ხალხს. ეს 1000-ჯერ გვითქვია. და აქედან გამომდინარე, აი ეს ნაძირლები როგორ ბედავენ საერთოდ 9 აპრილზე ხმის ამოღებას და როგორ ბედავენ საერთოდ იქ ყოფნას. დღეს პოლიცია არის ძალებწართმეული. აი თქვენ ალბათ ქუჩებში ხედავთ ცოტა ესეთი სწრაფად გადაადგილდება მანქანები რაღაც შემთხვევებში. იცით რა არის მეგობრებო? პოლიცია ის კი არ არის, რა ქვია, რაღაცა ძალები აღემატება. ყველაფერს ვერ გაწვდება ეს პოლიცია. იყვნენ ამ ნაძირლებს დიოდ, ცალკე იქ მარწესრიგი დაიცვან, უსაფრთხოება, რამდენი რამე გააკეთოს ამ პოლიციამ. თქვენ გინდათ ხო აი ამას udaraჯონ და აი ამ ეს აღკვეთონ და სხვა საქმისთვის უკვე პოლიციის ძალები აღარ არის უკვე საკმარისი იმდენად. არა, მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ იცავენ მარწესრიგს და დანაშაულს არ ებრძვიან, მაგრამ შეუძლებელია ეხლა რომ ძალები მობილიზებული იყოს, არ ვიცი, 3 თვე ამ იდიოტების სიმაზე, რა ქვია, რაღაცა იქ არ გააფუჭონ და რამე არ იმას ქნან და დააზიანონ. ხო და აი ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად საქართველოში უნდა მოვიდეს ახალი ძალები, ახალი ოპოზიციური სპექტრი. აი ეხლა თქვენ გადაცემის სათაურსაც ხედავთ, Światło Miasta Puste nie bywает და ბევრს რაღაცა ეს ჩვენი რუსული გადაცემები და რუსული ფრაზები ძალიან აღიზიანებს რა. ხო და ზოგი ჩვენ რაღაცას გვიწუნებს, რაღაცას. ეხლა თქვენ ბოდიშ და რუსულად სამი სიტყვა გესვით მარტო, რომ აი მან ლოზუნგად რო გაიხადა ზელენსკიმ და მისმა ხუნტამ რუსკი ვაინი კარაბიდი ნახვი და მე თქვენ გეტყვით რა. ეხლა არ მინდა მაყურებელს ვცემ მართლა და
აი როგორ ავთქვა, უბრალოდ არ მინდა რა მართლა რა, იმიტომ რომ თქვენ ის სამი სიტყვა რო გეთმით, მეც გეტყვით რა, რომ მართლა არ ვიცი, აი როგორ გელაპარაკოთ თქვენ აძირლებო თქვენა რა, აი როგორ გელაპარაკოთ, როცა ადამიანები ერთ სასქესო ორგანოზე ჩამოკიდებული მთელი თქვენი სპექტრი პოლიტიკური რა. და თურმე ხა ჩვენ სულ რო გულზე გასკდეთ, აი იმ რუსულ გადაცემებსაც შეიძლება მალე ინტენსივობა გავზარდოთ. რუსულათაც ვილაპარაკებთ, რუსეთისკენაც შევცვლით ჩვენ ვექტორს და თქვენ ჯინაზე 9 მაისად ჩავალთ და მალე ჩვენი ხელისუფლებაც ურთიერთობას დაამყარებს რუსეთთან. და საქართველოში შეიქმნება ისეთი სპექტრი პოლიტიკური, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ იქნება ორიენტირებული. სულ რო გაგიხეთ და სულ შუაზე რო გასკდეთ. და ეს სათაური გადაცემის იმიტომ გამოვიტანეთ, რომ აი თქვენ აძირლებო, თქვენ ადგილს დაიკავებენ ის პარტიები და ის სპექტრი დაიკავებს, რომლებიც სწორედ ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და ქვეყანას მოუტანს სარგებელს. იმიტომ რომ არ შეიძლება ნაცები ავტომატურად გადიან პოლიტიკური სპექტრიდან და ეხლა ქვეყანა ოპოზიციის გარეშე წარმოუდგენელია და ქვეყანას უნდა ყავდეს კონსტრუქციული და ასევე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. ისეთი კი არა რომ ქვეყნისთვის ტრობა უნდა, არამედ ქვეყნისთვის უნდა სარგებელი, აკრიტიკოს ხელისუფლება, შენიშვნები მისცეს, იბრძოლოს ქვეყნისთვის და ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ქვეყნისთვის საზიანო. და დღეს აქვთ ატეხილი ერთი ამბავი, ეს გველპირველი ჟურნალისტები დაძდევენ ოცნების წარმომადგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეხლა არის ესეთი მითი შექმნილი, ღარიბაშვილი შექმნის. მე არ ვიცი ეხლა ღარიბაშვილი შექმნის თუ პავლიაშვილი შექმნის ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რო შეიქმნება ეს უდავოა, იმიტომ რომ სვეტაო место пусто не бывает, ნათქვამია. ეხლა ქართულად რო გვეთქვა ჩვენ ეს შეიძლება ვიღაცას ისე ეფექტურად ვერ გაეგო და წმინდა ადგილი არ არის თავისუფალი მეგობრებო და ამიტომ დაიკავებს ვიღაცები ამ ადგილს. თქვენი ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ეხლა ღარიბაშვილი იქნება, ეს იქნება არ ვიცი ვინ რომელიმე სხვა, მაგრამ ამ ღარიბაშვილზე აქცენტირება იმ რატოა გაკეთებული არ ვიცი, მაგრამ ამაზე დღეს მთელი წიოკი იყო, ბატონ კახიკალაძესაც ეკითხებოდნენ და სხვებსაც, რომ აი უკვე ღარიბაშვილი მიდის თურმე ოპოზიციაში, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეთ, ვინც არ უნდა წავიდეს, თქვენ მაინც არ იქნებით იქა. თქვენ არ იქნებით და სხვა ვიღაცა თუ მოვა, ეს ოპოზიცია თქვენზე 10 ჯერ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ თქვენი ადგილს დაიკავებს ძალიან მალე სხვა ძალები. პარტიულ დავალებებს იძლევა ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეა. შეგიძლიათ ბოლო გაიხსენოთ კახა კალაძეს ირაკლი ღარიბაშვილთან ბოლო კომუნიკაციის შესახებ ვკითხეთ. ქართული ოცნების ფორმალური თავმჯდომარე უკვე 4 თვეა აღარსად ჩანს. სოციალურ ქსელში მისი ოფიციალური გვერდიც მასსავით უტყვია. აქ ბოლო 4 თვეა პარტიის პირველი პირი მხოლოდ მისალოც ბარათებს აქვეყნებს და არაფერს ამბობს. ერთი კვირის წინ, რავიც, რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე ვესაუბრე. რას აკეთებს პარტიის მართვის პროცესში? თქვენ რიგით მეორე ხართ ალბათ პარტიაში თქვენი სტატუსით. ბოლო კომუნიკაცია შეგიძლიათ სტატუსი ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც პირველ რიგში წაადგება ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ ის მართავს ახლა პარტიას ქართულს. მადლობა. ღარიბაშვილის დუმილი შემთხვევითი არა. იყო დრო ის მედიასთანაც ჩნდებოდა და მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში გასავრცელებლად ასპონსორებდა. ფულს იხდიდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა. კახა კახიშვილი, რომელიც ოცნების ყოფილი დეპუტატი და ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ ოპოზიციისთვის ამზადებს. ალბათ ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები. შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას, იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება ქართული ოცნების დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილიც წავა ქართული ოცნებიდან, პარტიის თავმჯდომარის ადგილის განთავისუფლდება და მაგას ალბათ ჩემი აზრით დაიკავეს ბატონ ირაკლი კობახიძე. კახიშვილის ვარაუდით ოცნება ახლა ახალი არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიციურ ველს არსებულისგან გაასუფთავებს და ახალს საკუთარი გუნდიდან შექმნის. ამასვე უკავშირებს საკადრო ცვლილებებსაც. 2026 წელს ჩემი აზრით ჩატარდება რიგარეში საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია იმ პოლიტიკური კრიზისის
შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა თუ არ იქნება საპარლამენტო არჩევნები რიგარიში. გადავლენ თუ არა ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ან რიჟვაძე ოცნების ფორმალურ ოპოზიციაში ჯერ არავინ იცის ივანიშვილის გარდა. ამიტომ კონკრეტული პასუხისგაცემა დედაქალაქის მერს გაუჭირდა. თუმცა კალაძე ადასტურებს, რომ ოცნება ახალი ოპოზიციის ძიებაშია. ახალი არჩევნების პერსპექტივას კი უარყოფს. აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული, ასე რომ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობებია და არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს. არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ წარმოადგენენ პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის განვითარებას. ქართული ოცნება იმასაც არ მალავს, რომ არ აღიარება პრობლემას უქმნის და დემოკრატიული ფასადის შესაქმნელად სჭირდება ისეთი ოპოზიცია, ვინც მასთან ითანამშრომლებს. ასეთი მცდელობა საპარლამენტო შემადგენლობაშიც ჰქონდა, თუმცა მისი გუნდიდან დეპუტატების გასვლის ამბავი ოპოზიციის ჩამოყალიბებად ვერ გაიყიდა. ახალი დეპუტატი ლევან მახაშვილი ახალი ძალების საჭიროებაზე საუბრობს და ამ თემაზე საუბრისას ასეთ ფორმულირებას იყენებს. წინასწარ ვერ იტყვის ის რა ფორმით და რა სახელით ჩამოყალიბდება. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ფიქრი უკვე დაწყებულია. ჩვენი უპირველესი და ქვეყნისთვის უპირველესი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის რომ ყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მთავრობასთან შევა ნორმალურ კონკურენციაში, ნორმალურ დისკუსიებში, იმისთვის რომ მთავრობის გადაწყვეტილებები იყოს არა ერთი გუნდის მიერ, ასე ვთქვათ, მიღებული, არამედ ასევე დამატებითი დისკუსიების და კონსულტაციების შედეგი. ჩვენ დიახ, მეგობრებო, ეს უდავოა, ეხა 2x2 არის, რომ ეხა საკონსტიტუციო სასამართლო რო აკრძალავს ნაცმოძრაობას და სატელიტებს, რომ ეხა ერთი პარტია რო ვერ დარჩება პოლიტიკურ ველზე, ამას დიდი ლაპარაკი არ უნდა და დიდი ფილოსოფოსობა და ეხა მე ამას ნამდვილად რაღაცა ვერ დაიბრალებს ვერავინ, რომ მე განშვრით ეს და თქვი და აი ასე რა თუნ ამას ეხა განშვრეთ და რომ ნაცმოძრაობის ადგილზე ახალი პარტიები შეიქმნება, რა თუნდა ლაპარაკი. ეხა ეს ვადამდელი არჩევნები ჩატარდება თუ არა, ეგ უკვე ცოტა ძნელი სათქმელია სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა საქართველოს პოლიტიკურ ველზე გამოჩენის საშუალების შესაძლებლობა ქარს გაატანა. იყო რაღაც გარკვეული შესაძლებლობები ვიღაცებს შეეძლოთ პოზიციები გაემაგრებინათ, ეს გაუშვეს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური პარტიები კი არა, არამედ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები, იმიტომ რომ ხელოვნური ოპოზიცია საპრის ბუშტივით გასკდება. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილმა შექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ეს KDV, რომელიც იყო გახსოვთ გაზი 5 თეთრი, წყალი 10 თეთრი, შუქი 10 თეთრი, რაღაცა ესეთი ლოზუნგებით ხალხის გულების მოსაგებად, ვინმეს ახსოვს ახლა ეს KDV, ვინმეს ახსოვს აგრეთვე ის პარტიები რაღაცა ჩვენ თვითონ და რაღაცა ესეთი სასაცილო პარტიები რო იყო. დღეს უნდა შეიქმნას საქართველოში ისეთი პარტიები, რომლებიც იქნებიან ხელისუფლებას და კოორდინირებაში. აი რუსეთში მაგალითად ერთ-ერთი მძლავრი პარტია იყო და არის კომუნისტური პარტია. ეს ის კომუნისტური პარტია არ არის, ადრე რო იყო ბრენდირება მოხდა და შეიცვალა. კომუნისტური პარტია რუსეთში არის ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე. იგივე არის მაგალითად ჯირინოვსკის პარტია, არის აგრეთვე იქ ჟურავლიოვის პარტია, რომელიც ყავდა ჩვენ გახსოვთ ალბათ, როდინა, რომელიც ის არის. ეხლა მე მეზობლებზე გეუბნებით, ჩვენ მეზობლებზე. და არის ასევე დასავლეთში, ხა ამერიკული მოდელი იქნება საქართველოში თუ უფრო სხვა მოდელი ამერიკაში ხა ორი პარტია, ამხელა ქვეყანა ამერიკა და ორი პარტია მარტო და ჩვენთან არ ვიცი, ასეულობით პარტია, ძირითადად ერთკაციანი პარტიები, ერთი კაცია და პარტია ქვია და ამ დროს სხვა არავინ არ აყავს. ეხა იცით რა არის? ბევრი ამბობს, რომ აი რა ვქნა ხალხი, ფული ჭირდება, ტელევიზია ჭირდება, იცით რა არის? პარტიას თუ კი ქმნი, მაშინ იმის თავიც უნდა კონდეს, რომ პარტიული ცხოვრებით იცხოვრო. და
თუ არ შეგიძლია, მაშინ გაჩერდით, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ფუჭ მოლოდინებს უქმნი, ეგ უფრო ცუდი არის. დაიწყებ ბაქიბუქობას, ვერაფერს ვერ გააკეთებ და მე ნიჰილის შეწავა ყველაფერი. თუ არ შეგიძლია, თუ ფინანსი არ აქვს, თუ საშუალება არ აქვს, ჩვენ ძალიან ბევრი იდეები გვაქვს, ძალიან ბევრი მისწრაფებები გვაქვს, მაგრამ ჩვენ შემოვიფარგლებით იმით, რომ მაუწყებლობთ, ჩვენ მართალ სიტყვას ვამბობთ და გვაქვს აღებული ის ნიშა, რომ მხოლოდ თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუმცა ფაქტობრივად ჩვენ გარდა ტელევიზიისა პარტიულ სამუშაოსაც ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ხელს უწყობთ ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენას და ამას ვახორციელებთ კონკრეტული ნაბიჯებით, სახალხო დიპლომატიას და ყველანაირად ვცდილობთ, მაგრამ ეს არ არის პარტია და პარტიული საქმიანობა. ამიტომ ვინმეს თუ აქვს ასეთი სურვილი, იმის საშუალებაც უნდა კონდეს და მე ხალხი არ უნდა აგინოს, რომ აი ხალხმა არ დამიჭირა მხარი, ხალხმა არ მიმომცა ის და მე ვფიქრობ, ასევე უნდა შეეგდას ის პარტიები, რომლებსაც ხალხი დააფინანსებს. ეს არ არის მეგობრებო სირცხვილი და არ არის ცუდი ტონი, იმიტომ რომ სოფლიოში და ევროპულ ქვეყნებში ესე არის, რომ მაგრამ ჩვენთან ხალხს როგორ აქვს, იცი განცდა, რომ პირიქით ხალხი უნდა დააფინანსოს პარტიამ და ეს არ არის სწორი. შენ როდესაც ფულს იხდი რომელიღაცა პარტიაში, ამით აძლევ გარკვეულ დაკვეთას, რომ ეს განახორციელოს. არ შეასრულებს დაკვეთას, შეუწყვიტავ დაფინანსებას. ესე ცხოვრობს ყველა. და იმის იმედად კი არ უნდა იყოს ადამიანები აქციაზე რო გამოვლენ ფულს ვინ დაურიგებს. ეს არის სამშობლოს ღალა. შენ ესე იგი ვერ გავიგე სამშობლოს თვის ფულის აღება გინდა, აი თქვა პრობლემატური საკითხი და ელოდები რომ ესე იგი ადრე მაგალითად ომი რო იყო დიდგორი და გინდაც ბასიანი და გინდა უამრავი ბრძოლა რო იყო რა იქ ეხლა ჯარისკაცების გარდა ჯარისკაცებს ჰქონდათ ანაზღაურება, მაგრამ უბრალო ადამიანები სახალხო ჯარი რა ფულს იღებდა იქ კაკაცო? ასისულელეა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიცვლება და ეს ჩვენი გადაცემის სათაურიც, რომელიც გამოტანილია, Świata miasta puste nie bywają, ანუ წმინდა ადგილი თავისუფალი არ არის, ეს აუცილებლად რეალობაში იქნება და ერთი კიდე მე მინდა ეხა ამ თემა ეხა ეს ცოტა სხვა თემაა. ამ ბატონ კახიკალაძეს რო ერჩიან ეს დაძირლები. ისე იგი ეხლა მთავარ არხზე დაიდო ნიუსი რომ აი ესეთი კიდევ 115 მეტრი ვაგონის შეძენა დაახლოებით 200 მილიონი ევრო. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე დაახლოებით 150 მეტროსადგურები ვარკეთილი დანი. ესე იგი თურმე მეტროც არ უნდა გაკეთდეს, ტრამვაის ხაზი არ უნდა გაკეთდეს, ვაგონები არ უნდა იქნეს შეძენილი, თურმე მეტროს მესამე ხაზი რომელიც ვაკეში გავა, ესეც არ უნდა გაკეთდეს. იცით რა შეასაქმე? არც ერთ მერს არ გაუკეთებია იმდენი რაც კახიკალაძემ გაუკეთა თბილისს. ეხლა ვინც აკეთებს შეცდომებიც მას მოსდის. არავის არ ეგონა რომ მაგალითად ტაქსების რეფორმა განხორციელდებოდა და დანგრეული მანქანებით რო დადიოდა ხალხი და მიხვიდოდა თუ არა ცოცხალი და არაფეთქდებოდა იმ მანქანაში კაცშვილს არ ეგონა. ტრანსპორტი რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფია, ავტობუსი ეს მეტრო მარშრუტკები უფრო ჩქარადადის, უფრო კომფორტული არის. ამდენი პარკი, ამდენი სკვერი არასდროს არ ყოფილა ქალაქში და ალბათ კომუნისტების მერე ამდენი პარკი არასდროს არ შექმნილა. იგივე ჩემმა მეგობარმა კოლეგამ ბატონმა მამუკა კარტოზიამ სწორად აღნიშნა ბინად შენებლობის საკითხი. ის ხალხი ვინც ფული შეიტანა ბინების შენებლობაში და დარჩნენ ამ უბინაოდ, აი ეს საკითხი ყველაზე პრობლემატური საკითხი გადაწყვიტა თბილისის მერ. ხალხი რომლებიც გადააგდო უგულავას და სხვა დროს სააკაშვილის დროინდელმა უწყებებმა ბინები მისცა თბილისის მერია. ის ამორტიზირებული ბინების საკითხიც წყდება ახალი კორპუსების შენდება. მესმის არის ახალი გამოწვევები ქალაქში საცობებია, ახალი ესტაკატებია საჭირო, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი. ეხლა თქვენ ნებისმიერ დიდ ქალაქში რო ჩახვიდეთ, ეს მოსკოვი იქნება, ლონდონი იქნება, არ ვიცი მე, ყველა დედაქალაქში რო ჩახვიდეთ, ყველგან არის ამ სახის პრობლემები, მაგალითად საცობების პრობლემები პიკის საათებში და არის ასევე სხვა დიდი გამოწვევები, მაგრამ ესე კაც ეუნებოდეთ და ზდებდებ რა მეტროს რატო აკეთებ, ვაგონების რატო ყიდულობ, გზებისთვის რატო ხარჯავ ფულსო,
და არ ვიცი მე და ვიღაცამ ეხლა დღეს სიხარულით ყიჟინა დასცა რომ თურმე სადღაც გზა ჩამოიშალა ამ დროს რეაბილიტაცია მიდის იქ რაღაცა თემქის იმაზე რა ქვია თემქაზე გაკეთდა უნიკალური უდიდესი სარეკრეაციო ზონა და წყალი გამოივლის მიწი აბა ეს არის გაკეთებული თქვენ idiotemო ყარდა და სუნი იყო და იხჭობოდა ყველაფერი იმ თემქაზე და სააკაშვილი დარბოდა იქა თავის მანქანით ერთი არ გაშენია სურვილი რომ იქ იქაურობა რომ ნაგვის სურნათ იყო და ადამიანი რომ გაივლიდა ისეთი სუნი იყო რომ იქ ცხოვრებაც კი შეუძლებელი იყო და ეხლა წყალი რო გაივლის იქა იმაზე რომ გადმოვა იმაზე ვიღაცა ატეხავს ერთ ამბავს ამ დროს ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია იმიტომ რომ რო ირწყვება ისე წყალიც გადმოვა აბა როგორ გინდა დღეს სოფელში მაინც არ გიცხოვრიათ და ესეთი ავანტყოფები რო ხართ აი იმიტომაც არის ახალი პოლიტიკური პარტიები რო უნდა შეექმნას რომ ჩასაფრებული პოზიცია არ გიხარიათ არც მეტროს ვაგონები არ გიხარიათ არც მეტროს სადგურები არც გიხარიათ არც ახალი მშენებლობები არაფერი თქვენ არ გიხარიათ ამდენი სპორტული კომპლექსი ამდენი საცურაო აუზი სააკაშვილის დროს არ გახსოვთ ხო იქნებოდა ესე იგი სიუჟეტები გადიოდა ქუთაისში ბავშვებს ასწავლიდნენ ცურვას სარიელ იმაში უწყლო ბასეინებში არ გახსოვთ ბავშვები დადიოდნენ წყალი არ იყო ბასეინში და ბავშვები ლაპარაკობდნენ ჩვენო ჯერო სწავლობთო ხელების მოძრაობაზე რამდენი სპორტული კომპლექსი რამდენი საცურაო აუზი შეიქმნა თითქმის ყველა რეგიონში და დიდი კომპლექსები და ეს არის მინიმალური რაც ასევე გადასახადი რომ ბავშვებმა იქ იარონ და სააკაშვილის დროს მითხარით ერთი რა შეიქმნა ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა და ეს ხსნიდა ლენტებს რომ მე გავაკეთე ეს ყველაფერი აი ამიტომ არის ახალი ოპოზიციები რომ თქვენ არ გიხარიათ ქვეყნის კარგი არ გიხარიათ არაფერი თქვენ აძირლებო თქვენა და მე ვფიქრობ რომ ღირსეული ოპოზიცია ეყოლება საქართველოს აუცილებლად და გულზე გასკდებით მალე და მე იმედი მაქვს რომ ეროვნული პატრიოტული ძალები იქნებიან ოპოზიციაში და არა ხელოვნური პარტიები რომლებიც სამწუხაროდ არის განწირული დასაღუპავად მე დღეს ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად ჩვენი პროფესორი, ჩვენი ისტორიკოსი ბატონი მამუკა კარტოზია გადაცემაში ჩვენი იმიტომ ვიძახი რომ ფაქტობრივად ეს კაცი სტუმარიც აღარ არის ჩვენ გადაცემაში იმდენად ხშირად არის უკვე ჩვენს გვერდით ბატონი მამუკაც საკვირდება ამ პროცესებს და ის ყოველთვის გარკვეულ აი რაღაცა ინოვაციურ სიახლეს და რაღაცა გარკვეულ ახალ ხედვებს გვთავაზობს აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით. აი ბატონო მამუკა, ეხლა ჩვენ ხედავთ რომ ფაქტია რომ იქნება უკვე გარდაუვალია ხვალდაზე ახალი პარტიები შეიქმნება, ამიტომაც არიან ესენი გამწარებულები, მათი ჩანაცვლება ხდება, დამთავრდება ეს ნაცების თემა და ამით სხვათა შორის ხელისუფლებასაც გარკვეული პრობლემები ექნება, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული იყო, როცა ოპოზიციაში ნაცები იყო, იმიტომ რომ ყოველთვის საშიშროება იყო იმისი, რომ აი ადამიანები ხშირად ხელისუფლებას იმიტომ აძლევდნენ ხმას, რომ აი ნაცები არ მოსვლა. ეხლა ეს კომფორტი ერთმევა ხელისუფლებას. ვიღაცას თუ გონია, ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ხელისუფლებისთვის არის ცუდი. იმიტომ რომ ხელისუფლება ყავდა ძალიან ესე იგი უსუსური კონკურენტი და თუ ახალი ძალები შემოვლენ უკვე ხელისუფლებას უკვე ძლიერი კონკურენტი აღარ იქნება ეს ნაცები აღარ იქნება ეს თემა და ავტომატურად მოიშპობა უკვე ეს თემაც ხო? მოგესალმებით მადლობა ნიკა მოწვევისათვის ხა ჩემი საუბარს სანამ დავიწყებდი მე მინდა კიდევ ქალაქის მერიასთან დაკავშირებით დავამატო რა თქმა უნდა ეს წინსვლები კოოპერატიული ბინაჩვენებლობის საკითხები 35 წლიანი საქმე მოგვარდა და კიდე ყველაზე მთავარი ბატონ ნიკოლოზ ეს არის რაც ქალაქის მერია მოაგვარა და აი ამასაც არ ამბობს ხალხი რა ეს არის ბატონ ნიკოლოზ აი დაუმთავრებელი მშენებლობები გახსოვთ ხო სვეტი ცენტრპოინტი უამრავი დაუმთავრებელი შენობები იყო ქალაქში მშენებლობა მიდიოდა ეს ხალხი ყველა ბოდიშით ამ ტერმინზე ყველა გადააგდეს შეჩერებული იყო მშენებლობები აი მარიჯანი ხოშარაული გოთუას ქუჩა და მირცხულავას და ასე შემდეგ თბილისში გავნეულ და ეს ყველა აიღო თავის თავზე ბატონ ნიკოლოზ მერიამ დაამთავრა და ეს ხალხი დააკმაყოფილა ხალხო არა მაგას მე მეგონა გეგონა თქვენ რომ მაგას ისა რა თქმა უნდა მე არ მეგონა ეხლა იცი რა ეს ხო შეიძლება არა შეუძლებელი შეძლო რა ხო მართლა შეუძლებელი შეძლო ეხლა მე ვცხოვრობ ასეთ ახალ კორპუსში სადაც დაამთავრა მერია მშენებლობა და რამდენიმე ოჯახი დაკარგულია ხალხო ვერც იმიტომ რომ
2000 წელს უნდა ჩაბარებულიყო 2000 პირველ წელს და რამდენიმე ოჯახი დაკარგული ეძებს მერია ეხლა რომ აი ამ ოჯახის პატრონები ნახონ ამდენი წელი და ხო და ნაგავში იხჩობოდნენ ბოდიში ნაგავში იხჩობოდა თბილისი ამ იდიოტმა სააკაშვილმა ჰოლანდიიდან შემოიყვანა დანგრეული ესე იგი ავტობუსები გახსოვთ მეორადი ავტობუსები და იმ უკრაინიდან შემოიყვანა შინმოუსვლელი ერქვა მაგ ავტობუსებს წითელი რაღაცა ავტობუსები ბოგდანები ვერ დაბრუნდებოდი პლასმასების ვერც დაბრუნდებოდი ფული შეადარეთ ეხლა ეს მანის ავტობუსები შეადარეთ და იმ ჰოლანდიურ ნაგავს რომელიც იყო შეადარეთ ეხლა და მე ტაქსები შეადარეთ მე არ მეგონა ტაქსი რასაც იდადა კახი კალადე მე არც ერთი დაპირების არ მჯეროდა რომ შესრულდებოდა იმიტომ რომ წარმოუდგენელი ჩანდა ეს ყველაფერი ამბობდნენ ტაქსები დაიყრება არავინ არ იმოძრავებს ავტობუსზე ეგ სისულელია კაცო ეგ ბლეფია ეგ პიარია ხალხი ამას იძახდა ყველა ესე არ იძახდა რა თქმა უნდა იმ ჰოლანდიურ ავტობუსებზე გამახსენდა კონდიციონერები არ ქონდა გახსოვთ ზაფხულში ფანჯრები არ იღებოდა და კონდიციონერზე ლაპარაკი არაფერი არ ვარ კომფორტი ეხლა დააკვირდით რა თქმა უნდა ეხლა ნიკოლოს ვეთანხმები რომ ვინც არ მუშაობს ხო ეხლა შეცდომებიც არის შეიძლება რაღაცა გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორი ხდება ყველაფერი ხდება და იდეალური ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის მაგრამ ერთი რაღაცა იცით რომ აი ეს უმადურობის განცდა არ უნდა კონდეს ყველაზე დიდი ცოდვა არის უმადურობა რაც გაკეთდა რაც პოზიტიურია და რაციონალურია ამ ქალაქისთვის ეს მაინც აღნიშნეთ ხო ვიღაცამ საუბარში ხომ შეიძლება თქვას რომ იცით რა აი ეს გაკეთდა ეს ვერ გაკეთდა და კი ბატონო შეიძლება გასაკრიტიკებელი იყოს კი რაღაცა შეიძლება მოსაზრება გამოთქვა იგივე ტრანსპორტთან დაკავშირებით დაუშვათ იგივე მშენებლობებთან დაკავშირებით იგივე ურბანული პრობლემები და ასე შემდეგ ქალაქს უამრავი პრობლემები იგივე ხიდებთან დაკავშირებით თბილისის გამტვირთვა დაუშვათ ამ საშინელი საავტომობილო კოლაფსია ქალაქში და მისი გამტვირთვა შეიძლება ხიდები ეს არის მუშა პროცესი ამაში შეიძლება ეკამათო დაუშვათ პოლემიკაში შეხვიდე მაგრამ ის რითაც დაუშვათ რაციონალური მოდის და ქალაქში ხდება აი ესეთი მისაღები და კარგი ხო მოსახლეობისთვის ხო ეს ხო მისაღები და დასაფასებელია ეხლა რა შეეხება ხო აი რა შეეხება პარტიებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა პარტია უნდა შეიქმნას შეკვეთა არის სოციალური იმიტომ რომ პარტია რა არის პარტია არის ადამიანთა ჯგუფი რომელიც გამოხატავს საზოგადოების გარკვეულ ნაწილის ინტერესს ხო სეგმენტი არის სოციუმის ინტერესს გამოხატავს და მისი შემსრულებელი უნდა იყოს ანუ სოციუმი აძლევს მას შეკვეთის მისცემა ქვია შეკვეთის მისცემა ანუ ეს საუბრობთ რომ ეს არის არჩევნების გზით მისთვის ხმის მისცემა და დელეგირება ანუ სოციუმი ეუბნება რომ მე შენ გაძლევ ხმას იმიტომ რომ შენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ ეს და ეს გამიკეთო ანუ დააკმაყოფილო მისი მოთხოვნები ეგ არის პარტიის დანიშნულება ეხლა რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას ნუ რაც იყო და როგორც იყო ეს მკვლელების პარტია ნუ დღესაც საგამოძიებო კომისიას ვინც უსმინა ხო ნუ ამაზე არ ვიცი ეხლა იცით აი ჩემამდე არ მოდის როგორც მამა როგორც მშობელი მე არ ვიცი ეხლა რასაც მე დღეს უსმინე მე მორჩა უკვე წითელი ხაზები არ არის რა გამორიცხულია უკვე ყველაფერი უნდა იღონოს კომისიამ და ხელისუფლებამ რომ მართლა საბოლოოდ იქონეს და უკვე ამ წერტილი დაესვას ამ მარაზმს რაც ხდებოდა საქართველოში და რაც შეეხება იმ ველს რა თქმა უნდა ოპოზიციური ველი მოსუფთავებულია და უნდა მოვიდეს ის ძალები რომლებიც მართლა რეალურ კონსტრუქციულ პოლემიკაში და შევლენ დისკუსიაში ხელისუფლებასთან იმიტომ პოლიტიკური პოლიტოლოგიაში არის პოლიტიკური რეფრენია ასეთი რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე მეტნაკლები პასუხისმგებლობით მაგრამ ვალდებულები არიან თვითონ თქვენ რა გონიათ ოპოზიცია არ არის ხელისუფლება სახელმწიფოს წინაშე ვალდებული რა თქმა უნდა არის ვალდებული და მასაც გარკვეულწილად თავისი ტვირთი აქვს როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელი და როგორც ხელისუფლების მაკრიტიკებელი კონსტრუქციული კუთხით ვამბობ მე ამიტომ დღევანდელ ველზე რაც შეიძლება მალე უნდა შემოვიდეს ის მოთამაშეები რომლებიც გარკვეულწილად შექმნიან პოლიტიკური კონიუნქტურა არის ისეთი მოთხოვნილება დღეს საქართველოში რომ არ არის იცით უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ურთიერთობები პოლიტიკური კულტურა გვაკლია ჩვენ ურთიერთობების ძალიან სამწუხაროდ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში პოლიტიკური ურთიერთობა და კულტურა რაც დამოუკიდებლობი ვართ 35 წელი ახლა ნიკოლოზე ამბობდა რომ პატარა ქვეყანაა და 200-ზე მეტი პარტია და ამერიკაში რამდენიმე თითზე ჩამოსასვლელი პარტია ესეც მიუნიშნებს იმაზე რომ პარტიათა რაოდენობა
არნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური კლასი და პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, პირიქით. არ შეიძლება ამდენი პოლიტიკური პარტია იყოს და ამდენ პოლიტიკურ პარტიას არ შექმნეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ამინდი. გასაგები, ეხა ერთი რამეა, რომ ეხა მე მინდა რუსთაველი ჩართო, სადაც ეს ნაცხლისტები არიან შეკრებილი. ეხლა იცით რა, საბჭოთა კავშირშიც კი გადიოდა ნაცისტური გერმანიის ალმანახები, ანუ ეს სიუჟეტები, რაც გადიოდა გერმანულ ტელეარხებზე, ეს გადაიცემოდა უშუალოდ პარტიული ელიტისთვის მაშინდელი რომ გაეგოთ რას ფიქრობდა ნაცისტები საბჭოთა კავშირზე. დაახლოებით ეგ ფუნქცია არის, ეხლა ჩვენ რო ამას უშვებთ. ძალიან სიამოვნებას კი არ განვიცდი ეხლა აი ამ გველპირველს რო უსმენ ეხლა მე აქა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მტერი რას ფიქრობს ამ შემთხვევაში აგენტურა საქართველოზე და განვითარებულ პროცესებზე. და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება აქედან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დაანონსებით ჩატარდება დიდი საპროტესტო შეკრება ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ისინი მთელ ღამეს გაათენებენ შემდეგ კი 9 აპრილს ხვალდილიდან დაიცავენ 9 აპრილის მემორიალს რომ ქართული ოცნების ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლოს მიახლოვება მემორიალთან გვირგვინით მიტანა რადგან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ რომ მორალური უფლება რეჟიმის წარმომადგენლებს არ აქვთ რომ მივიდნენ გმირების მემორიალთან ბუნებრივია აქ მყოფი ადამიანებიც უერთდებიან ამ საპროტესტო აქციას რომელიც 24 საათიანი იქნება და ზუსტად 10 საათზე დაიწყება ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე რეჟიმი რომელიც აი ერთ-ერთში გავს საბჭოთა დიქტატურას უფრო სწორად მე მგონი გადაასწრეს ამ საბჭოთა დიქტატურას, იმიტომ რომ იქ რაღაც შეფარული იყო და ეს რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად თავისი ყველა ნაბიჯით მიზან მიმართულად ანადგურებს ყველაფერს, რაც აზროვნებს, რაც თავისუფალია, რაც ქმნის საერთოდ სახელმწიფოს და ქვეყანას, ეს არის თავისუფალი მედია, ეს არის თავისუფალი აზრი, თავისუფალი მოქალაქეები, ამიტომ მართლა არა გვაქვს გაჩერების უფლება, ამიტომ უნდა ვიყოთ დღეს ყველანი მშობლებთან ერთად, ვისი შვილებით ჩვენს მაგივრად იხდიან სასჯელს. 9 აპრილის მემორიალთან რა უნდა ოცნებას? რისი გულისთვის დაიღუპა ის ხალხი და შეეწირა ახალგაზრდობა? დღეს იძულებით მიგვათრევენ იმ რუსეთში და რა აზრი აქვს იმათი ხმისვას? ის ბავშვები რა შეეწირენ? ჩვენ საშილად გავწირა ამ მთავრობა. დაწირულები ვარ და მე ძალიან ცოტა არ ვიცი, მართლა აღარ ვიცი უკვე. ეს კაცი მართლა ჩვენ სასიკვდილოდ მოვიდა. აუცილებლად ჩემი შვილი რო იყოს, წარმომიდგენია ის დედები რა დღეში არიან. Do not buy new windows if ეხლა აი ესეთი ადამიანები გამოყავთ, არ ვიცი ხა ჯერეგერთი 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები რუსეთის წინააღმდეგ არ იყვნენ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ იქ. ძალიან მალე, როდესაც დამოუკიდებლობა იქნა მოპოვებული, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა პირველი ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა სწორედ ბორის ელცინთან, რომელიც ყაზბეგში შედგა. და საქართველო აპირებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ქონოდა, მაგრამ მაშინ ელცინი დასაწყისში იყო დამოუკიდებელი, მაგრამ შემდგომ მასზე გავლენა მოიპოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკის შტატების გავლენის ქვეშ რომ არ ყოფილიყო რუსეთის ხელისუფლება, არც გადატრიალება მოხდებოდა საქართველოში და რუსებთანაც ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვექნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ამერიკა მართავდა გორბაჩოვს შევარდნაძეს, იაკოვლევს, მაშინდელ ხელმძღვანელობას საბჭოთა კავშირისა და შემდგომშიაც უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე გავლენა იყო სწორედ ამერიკისა. გახსოვთ ცნობილი გამოსვლა არაერთხელ მithქვია ელცინისა კონგრესში ბოჟე ხრანი ამერიკუ. კაცი რუსეთის პრეზიდენტი იმაზე რა ქვია ამერიკის მასზე ლაპარაკობდა, ლოცულობდა და მფარველობაზე და მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა. ყველამ თავის ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრო, შენი ქვეყნისთვის უნდა იზრუნო და აი ეს არის და ამათმა ესენი არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ეს თაობაც კიდე არის გონება, მე არ ვამბობ ყველაზე რაღაც ნაწილი თაობის არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამ გავლენის ქვეშ არის. მე 1000-ჯერ მithქვია გამოვიყვანეთ უნივერსიტეტთან ეს დაცემი. არც იციან რა მოხდა 9 აპრილს, არც იციან მერე რა მოხდა. აი ეს კომისიის ხდომები, რომელიც გადის დღეს იქ და იმართება, უნდა ყველა უნივერსიტეტში აჩვენონ ის. აი ეს უნდა მოხდეს, ბატონო მამა.
და აი ეს არასწორი მიდგომები არ უნდა იყოს წარსულის მიმართ, არა წარსულს აჩვენებენ მრუდეს სარკით რა. კი, და არა მარტო დაუშვათ უნივერსიტეტებში, ხა მაშინ ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ არხებმა ანახონ, არხებმა რატო არ ანახებენ იმედი დაუშვათ და სხვადასხვა ტელევიზიები, ხო გადაცემა უნდა იყოს პირდაპირ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რა ძალასთან და ვისთან ქონდა ჩვენ საქმე. ეხლა ერთადერთი რასაც ჩვენ საუბრობდით, იცით, აი მიდის გეგმაზომიერად უკვე აი ამ წმინდა ადგილებზე და წმინდა დღეებზე, ეხლა 9 აპრილი საქართველოსთვის თქვენ კარგად იცით და ეხლა ზედმეტია საუბარი თუ რა დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის, რამხელა სიმბოლური, რამხელა დატვირთვა აქვს, ხო 9 აპრილი როგორც ეროვნული მოძრაობის დასაწყისის და პლუს ამას 9 აპრილი როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე საქართველოში და დღეს მოდიან ესენი და დღეს აი აქ რაღაც სიბინძურები და აი ესეთი აი რა არანაირი ახსნა არა აქ რა ეხა მე ყველანაირ დაუშვათ ჩემი დამოკიდებულება რომ ყველას ხედვას ყველას იდეოლოგიას ვცემ პატივს მაგრამ გააჩნია გამოხატვის ფორმას, ხო და გააჩნია დამოკიდებულებას. ეხლა რასაც სიუჟეტში ჩვენ უსმინეთ, ეხლა გალბატონების არამართალი, იცით, არამართალი და ძალიან აი ჩვენ გვაქვს ქართველებს ასეთი ძალიან ტევადი სიტყვა არის უპატიებელი. აი რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ქვეყნისთვის, ეს არის უპატიებელი. ეს არ უნდა ეპატიოს. აი ზუსტად ეს გამოვლინებაა დღეს, რასაც რევანშისტები აკეთებენ და ამ 9 აპრილისთვის უნდათ რომ 9 აპრილს დაუკავშირონ აი თავიანთი ეს გამოხდომები. რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოვა, ყველას თავისი მიეზღვება. საგამოძიებო კომისია, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს, ალბათ დღეს ჩვენი ტელემაყურებლების ადევნებდნენ თვალს, მიდის საკმაოდ ბევრი რაოდენობის ხალხი დაიკითხა, ასე გაგრძელდება და საბოლოო შედეგს მივიღებთ. მაგრამ თავი რა არის, იცით, აქ უნდა მოხდეს მთლიანად რეჟიმის გასამართლება. აქ არ არის მარტო პერსონიფიცირება პიროვნებების დაუშვათ, იქ სააკაშვილი იყო, უგულავა იყო თუ ვიღაცები, ბატონ ნიკოლოზ. აქ მთლიანად ყველასე რა, აი დაწყებული სააკაშვილიდან დამთავრებული უკანასკნელ დაუშვათ ჩინოვნიკამდე. ვისაც კი აქ მონაწილეობა მიღებული. მე უბრალოდ ერთი შენიშვნა კი არა, ერთი სურვილი მაქვს აი საგამომძიებო კომისიასთან დაკავშირებით. უბრალოდ თემატურად შეიძლებოდა დალაგება, ჩემი აზრით, არ ვიცი, დაუშვათ ერთ თემატურად მომხდარიყო დაუშვათ გამოძიება ჯერ 2008 წლის საომარი მოქმედებების. ხო, მაგრამ არა, ცოტა არეულია, ხან ისე მოდის, ხან ასე. მე ვიძახი დაკითხვის ამბავი, ხა დღეს მაგალითად იყო დაუშვათ ბუტარობაკიცის დედა და სხვა დამნაშავე. მე ვიძახი რომ აი მოთავებულიყო დაუშვათ ომის თემა, მე ეს, მაგრამ ნუ არ აუშავს ახლა. ესეც არ არის საგანგაშო და რაღაცა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის რომ ქართული ხალხი გებულობს ბატონ ნიკოლოზ რა მოხდა. ძალიან კარგადაც ვიცოდით, მაგრამ აი ახლა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ხო? ეხლა მე რა არის ცით ბატონო მამუკა, აი ამ ანტირუსულ ისტერიაზე როდესაც არის საუბარი, აღსანიშნავია ის, რომ აი რაც ეხლა ხდება რუსთაველზე, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აი ადამიანები ცდილობენ რომ საქართველოში გააჩაღონ ის პროცესები, რომელთაც ჩვენ გარკვეულწილად უკვე ვიწვნიეთ ძალიან დიდი რაღაც გარკვეულწილად განსაცდელი. აი საუბარი მაქვს იმაზე რომ ჩვენი ისტორია, ჩვენ როდესაც ვიყავით რუსეთთან ურთიერთობაში, ჩვენ ვიყავით რუსეთთან ახლო ურთიერთობაში, ჩვენ პრობლემები არ გვექნებოდა. პირიქით საქართველო იყო დაცული, საქართველო იყო კეთილდღეობის მწვერვალზე. და როგორც კი რამდენჯერ ჩვენ რუსეთს დავარტყავთ, იმდენი კისერს ვიტეხავთ. და ეს არა მარტო საქართველო, არამედ სოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა. ესე იგი, აი, ერთ-ერთ აქციაზე გამოჩნდა ვიღაც ქალბატონი რუსი პიროვნების, რომელიც რაღაცა შემთხვევით მოხდა იქ, არც პოლიტიკური ის არ ქონია სარჩული ამის ხუთ. ნახეთ, აი, როგორ ექცევიან ადამიანებს. ეს ნაძირლები ესენი რა. აი, ეს არა ადამიანები და ესენი შეიძლება რომ საერთოდ რაღაცა პატრიოტებად ჯერ ერთ ადამიანს რომ ამდენი ადამიანი დაესევა თან ქალბატონს. ესენი არიან გარყვნილი ხალხი. ესენი არც ახალგაზრდობა, არც ქვეყანის რაღაცა გული მატყივე
მკვლევარები არიან. ესენი არიან პარაზიტები, მეგობრებო. და კიდევ სანამ დრო არის დაამყარდეს ქვეყანაში უნდა დაამყარდეს კანონის დიქტატურა, თორე სხვანაირად შეუძლებელია. Что мне делать? Мне не будет русской. Я хочу пройти представление. Иди нахуй! Иди в свою страну! Давай нахуй! ეხლა ეს გოგონა რომ ხაეროვან კოცნას უგზავნიდა და დასცინოდა ამათ ხაეროვანი კოცნა ქალბატონო რას უშველეს ესენი პიდარასტები დგანან იქა რა ამათ სხვა რამე უნდათ ეხლა ამათ ხალი რა თუნდა ჯერ ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი თან სლავი რომ მოვა და გამოივლის იქა და პუტინ რაღაცა და აშუაში ეხლა გაიარა ვიღაცამ და მთელი დაესივა ხროვა ერთი ჟურნალისტი იყო კიდე იქა გაიარა ესე იგი ქალები აყენებდნენ შეურაცხყოფას კაცი იყო ჟურნალისტი მისული აქციაზე და შეურაცხყოფას აყენებდნენ ეს პიდარასტები ესენი რა აი ხა შეიძლება ქართველი კაცი რაც არ უნდა შენი მტერი იყოს კაცო ქალი არის გამოსული და რა გაიარა იქ რა გინდა რაზე ჩხუბები რა გინდა შვილო რა უბედურება ესა რა და მე რო კითხო ესენი ქალთა მიმართ ძალადობაზე ლაპარაკობენ რა ეხა ეგრო ვიღაცას გაეკეთებინა ვინმე ქართველი აქტივისტის ხო გადაასახლებინა ნათელი კანონები და გენდერული ისა და აი ხა რაც მაგალითად იმ ხაინდრავას და შაქარაშვილზე ატეხეს ერთი ამბავი რა ესე იგი მივიდა ეს ვიღაცა მოპიდარასტო ელემენტი ხო და ესე იგი ისაო მონაო შენაო და ისაო და თურმე მადლობა უნდა უთხრა ეს მე გაგზელება ხო გახსოვთ ბატონო პოლიციას იძახოდა მე პოლიცია მიშველება ხო ვერ გავიგე თან იცით აი ეს პოლიცია ძალადობის და ბოროტების სიმბოლოდ კაცხეული და ამ პოლიციას რატო ეძახით საშველად თუ თქვენ არსად სამართალი არსად პოლიცია თუ ყველგან პოლიცია და არსად რო იძახით მაგრამ რაღა გინათ ამ პოლიციისაგან თუ პოლიციას აი ეს არიან კიდე ერთხელ ესე აი დასავლეთმა შექმნა კაცი კაცს აღარ აგავს ქალი არის ლესბოსელი ამათი დასაყრდენი იქ აქციებზე რომელსაც კაცისკენ გახედვა არ უნდა და კაცები არიან პიდარასტები ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს რომ ესე იგი თავზე დაახურა ყველაფერს ხაეროვან კოცნას გიგზავნი და თითებს უკეთებ ვაი თქვენს პატრონს მარტა რა ესენი ვინ არის ეს არის დასავლეთის მიერ კასტრირებული ახალგაზრდობის ნაწილი რომელსაც გზნობა არ აქვს საერთოდ რა კასტრირებული დაკოდილები არიან რა დაკოდა ამერიკის შეერთებული შტატები მაგას ქვია ბატონო ატროფირებულები არიან აი რა ვიცი ხა აგვიჩა ტერიც რო იყოს ეხლა და სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი დავინახო ნახდათ განიარაღებული ვარ იქა უკვე რა ერთი ნორმალური და ქართველი ვაჟკაცი და მამაკაცი ამას არაძოს არ იზამდა და ო მით უმეტეს სტუმარი და მით უმეტეს ქალბატონი რო და ჩვენ ისიც გავიხსენოთ ბატონ ნიკოლოზ საჭმელში როგორ უფურთხებდნენ არ გახსოვთ ან ნებისმიერ რუსის ტურისტი რომ უდე როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ქუჩაში ხო ეს ყველაფერი ეს აგრესია ეს ყველაფერი შეკვეთით ხდება ეს არის სპეციალურად გაკეთებული პროგრამა რომ ჩვენ რუსებს დაგვაპირისპირონ ან ყველაზე მიუღებელი აი მე არ ვიცი ამის გამოხატულება თქვენ გახსოვთ თუ არა ფეხბურთის მატჩი საქართველოს ნაკრები თამაშობდა პუტინს აგინებდნენ კაცო მე ასეთი რა შუაში იყო აი სომხეთთან მატჩი რო იყო ყოველთვის ეგრეა ყველა თამაში მარტო მაგ თამაშზე კი არა ყველა თამაში დაკვირვე ეს თან რუსი კომენტატორები აქებენ ქართველებს ფეხბურთელებს და მე ეხა წარმოგიდგენიათ უკვე უხერხუში ვარდება ის რუსეთის ხელისუფლებაც იმიტომ რომ გადის ეს რუსეთის არხებზე ხმას ხო ვერ დაახშობა რა ეს ნაბიჭრები და რო კითხო გუშება იქაც ეს პიდარასტი დაკოდილი ახალგაზრდები არის ამათ ეს უნდა და ესეთი ქალები უნდათ ამათ გესმით ის კი არა სასიამოვნო არა ქალი საერთოდ უნდათ არა ქალი არ უნდათ მაგრამ აი ესენი ურჩევნიათ აი
ესენი შეადარე და ის შეადარე ის ქალბატონი ეხა შეადარე. აი ესენი ხა შეიძლება ქართველი ქალი საერთოდ დაცეს ამ ამერიკის აი შექმნეს ესეთი პროტოტიპი, რომ აი თურმე ესე უნდა იქცეოდეს ქართველი ქალი. ყვიროდეს, წიოდეს, გაწეწილი თმელი, დაუბანელი, სუნით აყროლებულები, რო გახვალ ამ რუსთაველზე ბოდიში და დეზინფექცია უნდა ჩაი. ანტისანე ყარან ესენი, ვინ არიან ესენი რა, ვინ არიან? და ეს არის თურმე ნათელი მომავალი. ადარემენ 9 აპრილის თაობას. ეს 9 აპრილზე საერთოდ პირი გამოინეცხეთ, თქვენ ნაძირლებო თქვენა. როგორ შეიძლება 9 აპრილი ახსენოს? არც ეს არ აქვს უფლება 9 აპრილი ახსენოს, აბსოლუტურად გეთანხმები და საერთოდ ის ჩვენთვის წმინდა ადგილია და იქ მისვლის უფლებაც არ უნდა გქონდეთ ამათ. აი ზუსტად ამ მოცემულობის ხალხს. არ ვიცი ახლა ამათ ქალებსაც ვერ ქალური წარმონაქმნები არიან ესენი. უბრალოდ რა არის ეს არის შეკვეთა გარკვეულზე ეს არის შეკვეთა სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი უკვე იკითხება რა იმდენად გამჭვირვალეა დღეს ყველაფერი და იმდენად ტრანსპარენტულია სიტუაციები რომ ვერაფერს ვერ დაგვიმალავთ იკითხება ყველაფერი ეს არის შეკვეთილი ეს არის წინასწარ დაგეგმილი მაპროვოცირებელი ქმედებები რომ რამენაირად დაძაბულობა გამოიწვევს სხვანაირად ხო ვერ ქნეს ვერაფერი ეხლა ამ კუთხით უნდათ რომ აი იდენტობაზე ქართულ კულტურაზე ის ჩვენს თავმოყარეობაზე ხო ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობთ ქართველი კაცი მამაკაცი ვინც არ უნდა იყოს წერი იყოს ქალს ასე როგორ მოექცევა ხო ეს ხო არ ჯდება არც ერთ წესში და ჩვენი ცხოვრების წესში და არ მოდის ქართულ ისტორიაში და საერთოდ ქართული ცხოვრების წესში, მაგრამ ამას აკეთებენ ეს გადაგვარებულები. გადაგვარებულები ახსენეთ, ბატონო მამუკა, ხა ჩვენ რა არის, ჩვენ იმიტომ გვიყურებს უამრავი ადამიანი, ეხლაც და ადრეც და მომავალშიც, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცას რო ვლაპარაკობთ, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა ხდება, რო ვიძახით გადაგვარებულები. აი ვინმე წარმოიდგენდით თქვენ, რომ რუსთაველზე გამოივიდა ქართველი ქალი და ყველას ესე იგი ანუ ისეთ ქმედებას განახორციელებდა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ეგეთ რამეს თქვენ წარმოიდგენდით, აი განახებთ ახლა. პოზიტიურ დღეს გისურვებ. პოზიტიურ დღეს გისურვებ მეგობრებო. რომელიმე გარისკავთ ჩემთან ცოტა ხნით მოს მე მივიდიო დავამთავრე. შენ? გავცვალოთ პოზიტივები გინდა? გავცვალოთ? პოზიტივები გავცვალოთ. გავცვალოთ. მაშინ უბრალოდ მინდა და ცოტა ხნით თვალები დახვიდე, ხო და არ გაახსნა. კარგი. ჩახუჭა. აი ეს არის ტრენდი, ესე იგი ეს არის თავისუფლება, გესმით? აი ეს არის თავისუფლება, ქალბატონი ესე იგი დადის ქუჩაში, ეხლა თავისი ალბათ TikTok-ი გვერდი აქვს, რაც არ უნდა იყოს, ეხლა იმისათვის შენ რომ მოგემატოს ის გამომწერები, აი გინახიათ ეგეთ რამე კომუნისტების დროს, ან გინდა მერე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ახალგაზრდა ქალი, მოდი გინდა სიამონება მოგანიჭო და მე კოცნის ან დედა არა ყავს, ან მამა არა ყავს, ან ვიმე არა ყავს, ბიჭო. ბოლო გაშიშვდით და ტიტულები უფრო რო იქნებით, უფრო მეტი გამომწერები გეყოლებათ რა. ეხა ესენი თუ იმას თვლიან, ესე იგი ის რო გააკეთა ამ რუსთავიორმა კიდე პრაიმ ბორდელი, კაცო და ესე იგი პირდაპირ ეთერში სექსაობდნენ ისა და ყველაზე მეტი მაყურებელი ჩვენ აყავსო, გესმის, ტრაბახობდნენ ამით. მასე რო თქვა ყველაზე მეტი მაყურებელი რო დაითვალო პორნო იმერს აქვს, ფილმს გაუშვით მაშინ პორნოები. და თქვით მე რეიტინგული გადაცემა ვართო ჩვენაო. აი გაგიგიათ ხალხო ეგეთი რაღაცა, გაგიგიათ რომ აი შუა რუსთაველზე ესე იგი მოდის ქალბატონი და ესე იგი მაშვება რა ქვია პირდაპირ იცით რა არის ხა ვიღაცა იმას იზამს იტყვის რომ კარგი გაანებენ უაქვს ეს არის ტრენდი ეს არის თლიანად მოცემულობა რაც არის შვილებიო წაგვართვესო მე გული მტკივა იმ გოგონაზეც იმ გოგო უნდა იყოს შვილების დედა და მტკივა ამას სასაცილოდ კი არ უჩვენებთ რომ იგი და გავიცინოთ აკა ეს არის რეალობა ხალხო რასაც ეს ეხა ვიღაცას ხوار გონია მთელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ესე არის
და რამეს რო ეტყვი ნუ გვასწავლი ჭკუას ყველაფერი ჩვენ ვიცით ჩვენი ცხოვრება მამებს იმ მამებმა დაგიტოვეს ბინები მანქანები მამებმა მოგაწყვეს თქვენ რა გააკეთეთ თქვენ რა დატოვეთ თქვენი არსებობით ერთი რამე თუ შეგიქმნია თქვენ საერთოდ რამე შეუქმნიათ საერთოდ ღირებული არაფერი პირიქით ესე იგი აი ესენი ამაყობენ იქით რომ ბოზები არიან და ლესბოსელები ეს არის მათთვის საამაყო და ის ვინც აღზარდა და ვინც რაღაცა მისცა ყველაფერი საარსებო იმას ეს ძველმოდურით როდი შაძაღდებიანო იძახიან მე დარწმუნებული ვარ ნიკოლოზი რომ მშობლებთანაც კონფლიქტი ექნება და ეთქოს რომ აი მე შენ არ გიყურებ და არ გხსნობ ეს ჩემი ცხოვრებიც ესეა მე ასე უნდა ვიცხოვრო და ახალი ტრენდულია ეს კი ასეა რა ასე მიდის აი ესე მიდის სამწუხაროდ ეხლა რა არის იცით ეხლა მთლიანად ღმერთმა უქნეს ეხლა საქართველოში რომ ეს სურათი იყოს დაღუპულები ვართ არ ამგონია და არ იქნება ასე არ არის მაგრამ რას ეხლა ხდება ხო ნუ საგანგაშოა რა მე არ ვიცი უბრალოდ რა რითი შეიძლება ეს ახსნა ან რა შეიძლება რა სახელი დაარქვა მე არ ვიცი უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა რომ სამწუხაროდ აი ევროპულ ქვეყნებში და არის აი ზნეობის პოლიცია ხო არის პოლიციან რავა ვქვია ასე რა ზნეობის ხო მორალის პოზიცია მე პოლიცია მე მგონი აქაც ასე უნდა იყოს და შემოვიღოთ ესა იმიტომ რომ აი ესეთი ქმედებები რომელიც დაჟადი არ არის და საერთოდ აი ესეთი რაღაცები არ ხდება ხალხის შეკრების ადგილზე და ცენტრალურ ადგილზე ეხლა რუსთაველი პროსპექტი საქართველოს ჩვენთვის და ქართველებისთვის არის წმინდა ადგილი ხო? ყველა შენობას რაც კი რუსთაველის პროსპექტზე არის ისტორიული დანიშნულების არის და ყოველ მეორე შენობას თავისი ისტორია აქვს და ეს საქართველოს ისტორია არის და ქართული ხალხის ისტორია. ეს ყველა შენობა შეურაცხყოფილია რუსთაველში. ყველა შენობა. აი ხა ჩვენ აი ამ ძიმე სურათს იმიტომ გაჩვენებთ რომ აი ამ ახალგაზრდობაზე რომ აქცენტი არის. როგორი ახალგაზრდობა ყავდა ჩვენ მაშინ და როგორი ახალგაზრდობა შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და აი ამ ყველაფერს სულის ჩამდგმელი არის დასავლეთის ფონდებით ესე იგი განებივრებული ბაბუცა პატარაია აი ეს ქალბატონი რომელიც წამოკოტრიალებულა სახში მდივანზე და რეალურად აი ეს ამ ქალბატონმა შექმნა ეს არის დირიჟორი 80% კაცებისა ციხეში აი ხლა ის გოგონა რომელიც იქ ბოდიშდა ზასაობდა იქ რუსთაველზე მამამისი რო ეტყვი შვილო არაო დააჭერინებს მამას ან სიტყვაზე თუ ყავდა ყოფილი შეყვარებული ეტყვი რა შენი საქმეა მე მინდა 10 საყვარელი ყავდეს და მე ხმას ამოიღებს იმას ეხლა აი ამათმა შექმნეს ეს ყველაფერი აი ამ უბერავს საიდან უბერავს დიდი ბრიტანეთის ანტისებისიო უბერავს და მურუსიძეს წაიღო ხო აი ესე იგი ესენი ლაპარაკობენ სასამართლოზე მურუსიძე კი არ წაიღო მალე წაგიღებს შენ ქართველი ხალხი ის სიო რომელიც უბერავს საქართველოში შენ ნამდვილად არ მოგცემ საშუალებას რომ ამ ქვეყანაზე იყო და იარსებო იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ესე იყოს და აი ხა ჩვენ როდესაც ხშირად ვაპარაკობთ შედარებას რა რუსეთთან ვინც ახლოს არის ის განვითარდა ის აღორძინდა ხოლო ვინც რუსეთს დაუპირისპირდა ყველა განადგურდა უკრაინა განადგურდა საქართველო განადგურდა ასევე სომხეთი განადგურდა ვინც კი აირჩია ანტირუსული პოლიტიკა ყველა განადგურდა და ეხლა ერთ-ერთი ვიღაცა იდიოტი ვიღაცა ლექტორი ყოფილა სულ არ ვიცი წარმოგიდგენ ეხლა ბელორუსში რო ჩახვა რაღაცა ხო შარი გინდა მოდო ამ ქვეყანას რომ აი რაღაცა არ მოგწონს რა აი ჩავიდა ეხლა ეს ვაჟბატონი ესე იგი ხო უნდა რაღაცა სიუჟეტი გააკეთოს ბლოგერია თან ლექტორია რაღაცა სიუჟეტი ხო უნდა გააკეთოს და აი განახებთ ეს არის სახე დასავლეთის შექმნილი ახალგაზრდა თაობისა ნახეთ ერთი რას ლაპარაკობს რა სიტყვი საჯობია რომ ვიცხოვროს ამ მიხმა ბელარუსში თუ საქართველოში გონი იხუსთვის ბელარუსი უკეთესი ადგილია რადგან იხმა ლაპარაკი არ იცის და ვერც ვერაფერი წამოსდება ისეთი რაც შეიძლება ვიღაც მასზე ძლევამოსილს არ მოეწონოს ამ სუფთა და მოწესრიგებულ ქალაქში ალბათ არც იმის შეეშინდება რომ ვინმე დანით გამოეკიდება და დასაკლავად წაიყვანს საჭმელი და თავშესაფარი კი ალბათ ის არის რაც იხუსთვის სრულიად საკმარისია მაგრამ რა მოხდება თუ ერთ დღეს იხვი ლაპარაკს ისწავლის და საჭმელზე და თავშესაფარზე მეტი მოუნდება იქნებ ისეთი რაღაცების თქმაც მოუნდეს რაც მასზე ძლევამოსილ არსებებს არ მოეწონებათ რა მოხდება ამ შემთხვევაში გახდება თუ არა ის მტერი და როგორც ეს საბჭოთა დროს იყო სამშობლოს მოღალატე რადგან განსხვავებული აზრი გაუჩნდება და შენას ურჩევდი იხოს თავი მოიკატონოს რომ საუბარი არც კი უსწავლია თავი დაბლა დახაროს და საჭმლის და თავშესაფრით დაკმაყოფილდეს
თუ გარისკოს და თქვას ის რისი თქვაც ალბათ ძალიან დიდი ხანია უნდა. საბჭოთა დროს მოკლული და რეპრესირებული ადამიანების ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეჟიმმა მოკლა ადამიანთა ყველაზე ფერადი და შემოქმედებითი ნაწილი. ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ სიცოცხლე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამდნენ და სუნთქავდნენ, არამედ იმიტომ, რომ ქმნიდნენ, უყვარდათ, სტკიოდათ, განიცდიდნენ და ამას ხმამაღლა ამბობდნენ, რომ თავი ადამიანებად ეგზნოთ. ხალხი, ვისაც არ შეეძლო, რომ უბრალოდ იხვი ყოფილიყო და ამით კმაყოფილება განეცადათ. არ აქვს მნიშვნელობა, რას დავარქვევთ რეჟიმს, საბჭოთას, ბელორუსულს თუ ეროვნულს. ყველა რეჟიმს ეშინია განსხვავებული აზრის და სანამ ეს განსხვავებული აზრი შენში არსებობს, შენ მტერი ხარ. ესე იგი, კაცი წავიდა ბელორუსში და ესე იგი, თან იძახის, რომ ესეო მოწესრიგებულიო, სუფთაო, საჭმელია, სასმელია, ყველაფერი არისო, მაგრამო, აი ფერადი თაობასო რომ ექცევიანო, ამიტომ ცუდი არის ეს ქვეყანაო. აი ეს ბოდიში და გეი აქტივისტი, რომელიც წარმოგიდგა ჩვენ. და წარმოგიდგენიათ ხალხო, აი ეს გეი აქტივისტი. აი ეს არის ლექტორი, აი ხა ერთ-ერთი უნივერსიტეტი, ეხა წარმოგიდგენია თქვენ რო შვილებს უშვებთ უნივერსიტეტში, აი ამ გეი აქტივისტის ხელში რომ მოხდება, რომელიც ესე იგი ქვეყანა, რომელიც არის აყვავებული, რომელიც არის ესე იგი და ვერაფერს რო ვერ მოდებს შარს და თურმე სოდომისტებს რო ლუკაშენკომ გამოუტანა განაჩენი და სწორათაც, რასაც ეხლა ტრამპი აკეთებს პრინციპში, მაგრამ გააკეთებს თუ არა ეგ საკითხავია, იმიტომ რომ მაგის გაკეთებას ერთი ადგილი ჭირდება და ეგ ერთი ადგილი აქვს თუ არა ტრამპს გამოჩნდება, იმიტომ რომ ბაქი ბუკობა ერთია და გაკეთება კიდე მეორე. ვერ აკეთებს ამას, ხო და აი ეს ახალგაზრდა არის ლექტორი, აი ერთ-ერთი უნივერსიტეტი. 8 წლის მერე დავბრუნდი ლექტორად იმ უნივერსიტეტში, სადაც 8 წლის წინ დავიწყე ბაკალავრიატის სწავლა. მაშინაც სულდე რომ ლექტორად დავბრუნებული ყავი და ანუ ეს იყო აუდიტორია, სადაც პირველი ლექცია ჩამიტარდა მაშინ. და ეხლა ამ აუდიტორიაში მე წავიკითხოთ თავად ლექცია, რაც ძალიან ამაღლებელია, რომ მოგეთხოვოთ ჩემთვის, იმიტომ რომ თან ვღელავ და თან იდეაში სულ მინდოდა რომ ეს გამეკეთებია, რომ ისევ ლექტორად დავბრუნებული ყავი მე ამ უნივერსიტეტში რა. არ ვიცი როგორ ჩავლის ეს პირველი სალექციო დღე, მაგრამ მგონია რომ ეს ის არის, ისი კეთებაც სულ მინდოდა და მგონია რომ გამომივა, ასე რომ ყოველთვის თქვენი მიზნებისთვის იბრძოლეთ და აუცილებლად მიაღწევთ რა. აი ახლა ამასთან კიდე აი მე იმიტომ ვიძახი საქართველოში ის ახალგაზრდები ქუჩაში იმიტომ არიან მრავლად რომ აი ესეთი ლექტორები რო ყავთ ხო რა უნდა ასწავლოს რა სექსოლოგიას თუ რაც ასწავლის და აი ხა ბელორუსზე რო მიდგა საუბარი რა აი ხლა ერთ-ერთი ეს სოციალური ქსელი არის ინფორმაციების ზღვა ნაკადი რომელთანაც ჩვენ ვიღებთ და მეც მაგალითად ვიყენებ ამას იმიტომ რომ თქვენ მე შემოგთავაზეთ ხა სულ არ ვიცი ვინ არის ეს იდიოტი მაგრამ ფაქტი არის რომ ლექტორია უნივერსიტეტის და ბელორუსში იქ იმიტომ ყველაფერი კარგი არისო და იმიტომ რომ ესე იგი თურმე ფერადა ადამიანებს გამოუტანეს განაჩენი ამიტომ ყოფილა თურმე ცუდი და აი როდესაც აი ბელორუსზე არის ლაპარაკი ძალიან მომეწონა ერთ-ერთი აი ბელორუსი ბლოგერის პოზიცია აი რომელიც ლაპარაკობს იმაზე თუ ლუკაშენკო რატო არ მოსწონს და ბელორუსიო და აი მოусმინეთ ამ კაცს რამხელა სიმართლეა მის აი ამ განცხადებაში Что же этот Лукашенко натворил с нашей любимой Белоруссией? Ну как же так вот, Александр Григорьевич? Ай-яй-яй-яй-яй-яй. Ну вот вам простой пример. Вот кто бы ты ни был, какое бы у тебя там не было образование, там, какое бы у тебя там не было прошлое, ты можешь в любой точке Беларуси, в любом совхозе устроиться на работу. Тебя возьмут на работу. Тебе дадут достойную работу, достойную заработную плату. И вот такая вот небольшая мелочь, тебе дадут бесплатное жилье. 0 рублей. Просто тебе дадут хороший большой дом. Бесплатно. Ау, Европа. И вот еще у нас какое горе. Прикиньте, бесплатная медицина. Ой-ой-ой, как же нам плохо жить. Бесплатное образование. Ой-ой-ой-ой-ой-ой-ой, как же мы, белорусы, страдаем. Ай-яй-яй-яй-яй. Все продукты питания производим сами. Как же нам плохо. Сами потребляем и продаем это у Европу. Как же нам плохо жить. Ай-яй-яй-яй-яй-яй-яй-яй. Ну и самое главное. Я уверен, что если не все белорусы, то большинство белорусов со мной согласятся. У нас
Мирное небо над головой, прикиньте, мирное небо. Спишь спокойно, уверен в завтрашнем дне. Вот это самое главное, что мы, наши дети, наши родственники, близкие, друзья, все в безопасности. Ну и знаете, что вам скажу еще? Вот Александр Григорьевич Лукашенко, дай вам Бог здоровья и долгих лет жизни. Оставайтесь с нами навсегда. Ну вот действительно, что может быть еще ценнее просто нашей безопасности? У нас нет войны. Неужели вот этого недостаточно кому-то, а? Белорусы. Просто оглянитесь вокруг, что происходит вокруг, на всей земле. Мы просто как какой-то у нас оазис, понимаете? აი რამდენად აი გულში ჩამწნომი იყო ეს სიტყვები. აი ესე იგი უფასო განათლება, უფასო მედიცინა, უფასო სკოლა, ესე იგი უმუშევრობა 0, იქ არის რო არ იმუშაოთ ადმინისტრაციული ჯარიმა დაგეკისრება. პლუს კიდე მატერინსკი კაპიტალი, ანუ ვინც კი მრავალშვილიანი არის, ბინებს აძლევენ. და შვიდობა და თურმე ეს იდიოტი, ეს პიდარასტი ჩავა იქა ბელარუსში და თურმე პიდარასტებს რო ლუკაშენკო არ აძლევს საშუალებას რო იქ დროშები აფრიალონ, აი როგორც აი რასაც აკეთებენ. ეხლა დღეს ბელარუსის პრეზიდენტი ეხლა აქ რო იყოს, ამას დაუშვებდა რომ ეს ტუალეტის ბიომასა რო იქ რუსთაველზე არის და ამიტომაც არიან გამწარებულები. ლუკაშენკო აი ბელარუსში ერთ-ერთი ლიდერი იყო საბჭოთა კავშირის დროს მაშეროვი, რომელიც ავიაკატასტროფაში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ავარიაში გარდაიცვალა. ისიც ძალიან მაგარი ლიდერი იყო, სხვათა შორის ძალიან დიდი პიროვნება იყო და მას ჰქონდა შანსი საბჭოთა კავშირის პირველი პირი გამختارიყო, ბევრი ლაპარაკობს რომ მოუწყვეს კიდევაც აგავარია, ნუ არ ვიცი, მაგრამ იმის შემდგომ, მაშეროვის შემდგომ ლუკაშენკო არის ის ლიდერი, რომელმაც აი რუსეთთან ურთიერთობის შედეგად დააღორძინა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამ პიდარასტებსა და გეი აქტივისტებს ბელარუსი არ მოსწონთ, იმიტომ რომ იქ ეხლა ნარკოტიკები არ არის თავისუფლად, ის არ არის გარყვნილება და სოდომია და ის და იმიტომ ეგეთი ქვეყანა არ მოსწონთ. ამათ უნდათ ის გეი ევროპა, სადაც ჩავლენ იქა კანგრეულ კაიფში იქნებიან და ერთ ამბავს ატეხავენ. აი ესეთი ქვეყანა ჭირდებათ ამათ. აი ესეთი ქვეყანა ჭირდებათ ამათ. და ჩვენ ეხლა მე ბატონო მამუკა მინდა შევეხო ერთ თემას. კარგად მოგიხსენებათ, მთელი ამბავი ატყდა ამ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომ სიმართლე რო გითხრა ბოლომდე მეც ვერ გავერკვია, იმიტომ რომ მე მინდა რომ ამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუთხრა რა. ხალხი არის პანიკაში, ეხლა მეც მოვიხმარ ამ რძის პროდუქტებს, იმ თქვენს ყველა ხალხმა აღარ იცის, ვერ გავიგე, იყიდოს, არ იყიდოს, გამოდი თქვით, უთხარი ხალხს რა, ეხლა დღეს მოვკარი პაპაშვილი გამოვიდა და თქვა რომ ამასო ადრე რო ვიყენებდითო ეს იყო აპრობირებული მეთოდი. ხო, ეს ისა. ხო უნდა უთხრათ ხალხს, აი პიარის კუთხით გეუნებით არის სერიოზული ჩავარდნა რა. ბიჭო, ხალხს გააგებინეთ რა ხდება, რა სიტუაცია იყო, რა არის, რაღაცა უთხარით, ან ენა გამოყავით, იქნება წავიკითხოთ რაღაცა, რა გრძნობები გვაქვს. ეხლა რძის პროდუქტს მოიხმართ მთელი საქართველო, ხო? მე ვერ გავიგეს იმას. ერთი ერთს ამბობს, მეორე გამოვიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი და თქვას ბოლო-ბოლო რა. თქვას რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით და მე კიდე რატო გიტყდებათ რომ წახვიდეთ ფერმებში, რატო გიტყდებათ რომ წახვიდეთ საღორეებში, ეს კაცი ვერ გავიგე თქვენ რა, რითია თქვენზე ნაკლები ლუკაშენკო, იმითი რა ქვია, ხან იმაში ჩავა მაშინ რუსეთში, ხან დიპლომატიურ კაცმა ერთი ბელარუსში რამდენი საღორე და რამდენი საძროხია ყველა ვიცი უკვე, ყველგან არის ნამყოფი და მივიდა ერთი ეხლა იმ იმაში, ერთ-ერთ აი ფერმაში, ესე იგი ტყავი გააძრო იქ ადამიანებს, ძროხები რატო ყავთ ასე დღეში? კარგ მოგიდგენიათ ხალხის მდგომარეობა, კი არა, კაცი ძროხებზე ფიქრობს, ძროხებზე, რომ ძროხა იყოს იდეალურ პირობებში და ადამიანზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თქვენც მიბაძეთ, წადით, წაიყვანეთ, კაი, ეს კამერა და წადით, ნახეთ ერთი, ჩადით რაიონებში, რა უბედურება, ეს რა არის, კაცო? ქვეყანა იგრება, ხალხმა არ იცის რძე იყიდოს, მაწონი თუ სმეტანა და ინფორმაცია არ არის ამის შესახებ. გამოდით თქვით ბოლო-ბოლო რა. ეხლა მტერი ხო არა ვარ მე, ვლაპარაკობ ამას რა გვია მტერს მოყვარე არ ვიცი არა გაუგებარია და აი მიბაძეთ ამ კაცს, მიბაძეთ. აი ეს არის მისაბაძი პრეზიდენტი ნამდვილად რა. Нет, это корова, она еле живая. Ты же видишь, как она двигается. Нет, да.
Нет, зачем вы меня сюда привезли? Чтобы я сейчас службе безопасности поручил одеть вам наручники во главе с ним. И Акачанова и следом туда. Анфимова выгнал как минимум с работы. Если человек не понимает, что это Освенцим, а вы его ставите руководителем холдинга, я вас вообще не понимаю. Разберется. В чем разберется? Технология. Он считает, что это нормально. В чем он разберется? Вы что, больные? Ты же Освенцим. Если они больные, здесь должно быть сухо, чисто. Понимаешь? Сухо, чисто, ежеминутно, ежечасно. Они же гадят друг на друга, стоят одна на одной. Здесь должен стоять человек и постоянно чистить. А вы меня убеждаете, что это нормально. Ты посмотри на эту скотину. Она же вся обосранная и уже на шерсти закорело все там. Значит, Наталья, подготовьте завтра указы обоих в отставку. Губернатора 3-го. И следом по Лавренкову принимайте решение. К вечеру, чтобы на столе здесь лежал список всех, кто меня здесь сопровождал. Кроме губернатора и прочих, тут еще были люди, которые за это должны были отвечать, конкретные. Понятно? Всех под нож. Всех до единого. Леонид Васильевич, уголовное дело возбудить по всей строгости закона. Ко мне не обращайся. Виноват, нарушники, сразу в следственный изолятор. Ты понимаешь, что я сказал? Детюнов сюда переходит руководителем, может, мы с ним сработаемся. Лавренкова вернуть в Шкловский район исполняющим обязанности, пока будем руководителя искать. Без помощника обойдемся пока. Сейчас найдем тебе убыточное хозяйство, бери, будешь катать, дешевле обойдется. Ты и он по одному хозяйству, и русы будут у вас начальником. ეხლა მეგობრებო, ერთ რამეს გეტყვით რა. აგერ თან ვადევნებ იმას, რა ქვია, მაყურებლის გზავნილებს და იტალიაშიო მუსიკას ასმენინებენო იმასო, რა ქვიაო. რა ქვია ამ ძროხებსო და ძროხებს კი არა, ადამიანებს არ ასმენინებენ მუსიკას და ძროხებზე ხო ლაპარაკი. აი ეს არის პრეზიდენტი, მეგობრებო. აი ეს არის კაცი, ბაჭკა, იმიტომ ეძახიან. აი ეს არის ქვეყანაზე მზრუნველი კაცი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვალ რო კაცი მივა იმაში სასურსათო მაღაზიაში, იმის განცდა არ უნდა კონდეს, რომ რძეს რო იყიდის, ეს რძე არის დაბინძურებული თუ არა. მე ერთხელ ერთ-ერთ მინის რო ყელში რო ამომიყვანა, დედა ვაგინე, იმიტომ რომ ღირსი იყო. ბოდიში ქრისტიანულად არ არის სწორი. და ნახევარი საქართველოს ეს ფან-კლუბი, ეხლა ეს აგდია სადღაც წათრეული არის უცხოეთში. და გადახიზნულია ისა და ელოდება განაჩეს. სტანოგზეა შეყენებული რა. იმიტომ რომ ნაძირალა კაცმა ავსოისა ნაცებით მთელი უწყებები. ეხლა ლუკაშენკო რო ჩამოიყვანა და დასვა აქა იმაში საქართველოს პრემიერად. დედას კი არ გაგინებდათ. დაგიჭერდათ დიდიან პატარიანა რა. იმის გამო რომ რაღაცეებში არის ჩავარდნები რა. კაცი პირდაპირ ეთერში ეხლა ბოდიში და არაგინებს, მაგრამ გააძვლინა ტრუბაში. აი ეს არის პრეზიდენტი. 7 თვეა თბილისის შესასვლელთან გზა არის გაუკეთებელი, ესე იგი მანქანით მოძრაობ და ყველა დედას აგინებს ამის გამო ხელისუფლებას. ბიჭო, ვინმე ხო დადიხართ ამ გზაზე მცხეთასთან არა? რა გახდა იმ მონაკვეთის გაკეთება? ეს ხო არის საბოტაჟი არა? კაი ის ნაცები რო გეუნებიან იტყვით რომ ესო გვაგინებენ რომ მე გეუნებით მე ხო არა ვარ თქვენი მტერი რა გახდა ეხლაც აი გაივლი საღამოს მცხეთასთან ახლოს 9 თვეა კეთდება ის პატარა მონაკვეთი რა გახდა რა უბედურება ეხლა ლუკაშენკო რო ყოფილიყო აგა ჩავიდო დედის ტრაქს გაგინებდათ ყველას რა დიდია პატარიანას რა შეგაძვრენდათ იქ საგელაც გამოძვერით რა გახდა ბიჭო რა არის თან არჩევნები მოდის თვითონ რა გახდა იმ პატარა ხიდის მონაკვეთის გაკეთება მაინტერესებს რა ან რა გახდა რომ გამოვიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი და უთხრას გარკვევით ხალხს რომ ხალხო დამშვიდით ეხლა ყველაფერი რიგზეა რძის პროდუქტებს პრობლემა არ ექნება და ყველაფერი კარგად იქნება რა გახდა გამოდით ვიღაცამ რა ვინ არის სოფლის მეურნეობის მინისტრი არც ვიცი იმდენჯერ იცვლება ვეღარ გავიგე ვინ არის ეხლა მე ძალიან პატივს ავწევ სოლომონ პავლიაშვილი ძალიან კარგი კაცი არის დანიშნონ ის მინისტრად ეხლა მოადგილეა ძალიან მშვენიერი კადრი ხო და
ეს სონღულაშვილი იყო ის კაცი, არ ვიცი ეხა მე ადრე ეს კანონს რო იღებდნენ რუსულ კანონს, ესე იგი გამოვიდა თქვაო ბოდიშითო მეო არასწორად დავაჭირე ხელიო და ისაო რა ქვიაო და ესო რუსულ კანონს თუ რუსული კანონი კი არა, ნუ აგენტების კანონზე უარი გაიხმო და მაგის მერე მეგონა რომ ამ კაცს საერთოდ გადაასახლებდნენ საქართველოსთან, იმიტომ რომ ღალატისათვის. და ეს გამოდი შვილო, გამოდი და თქვი იმ სონღულაშვილის მიმართ. გამოდი და თქვი რომ ხალხო რძის პროდუქტებს რო ყიდულობთ იქ არ არის პრობლემა თქვი უთხარი ხალხ ენა გამოყავი აჩქები მოიხსენი დაორთქლინი რო გაგდა შეხედე ხალხს შეგონია ბიძინა მაგას ვერ ხედავს ყველაფერს და შეგონია ჩვენ ბიძინა არ გვისმეს შეიძლება ესეთი რამე კაცო ჯერ იმ უამრავ ფერმას, უამრავ ადამიანს უკვე პრობლემა ექნება, იმიტომ რომ როცა ის ძის პროდუქცია არ იყიდება, როცა ის გაჩერებულია, უკვე ხალხი უმუშევარი რჩება, იმიტომ რომ რო იტყვი, რომ გამოხვალ, ხალხო არ არის ეს რაღაცა არასწორი იყო, რაღაცა უკვე აღუდგება, ხალხს დობა და ყველა იყე. მეც ვეღარ ვყიდულობ უკვე. არ ვიცი, აი მე ყოველთვის ყოველდღე ვყიდულობ ძის ნაწარ და ვეღარ ვყიდულობ, არ ვიცი, ვერ გავიგე, ვიყიდო, არ ვიყიდო, ვერ გავიგე. და ხალხ ბავშვებისთვის გაჩ მოიხსენი, სათვალე მოიხსენი, სონღულაშვილო და გამოდი და უთხარი ხალხს. და რა არის ისი თუ სახელმწიფო ეს არის ისი ბრალი, იცი რომ კაცი მე როცა ბოდიში და იმ აგენტების კანონზე ხარი დაუჭირა და მერე თქვა გამოვიდა და ისაო რა ქვიაო ბოდიში შემეშალაო და მერე სოფლის მეურნეობის მინისტრად იქნა და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ამ კაცის დანიშვნა იქ მინისტრად. მე გაკვირვებული დავრჩი. რანაირად შეიძლება მოღალატე დანიშნო, ეს იყო ღალატი. კი, ზუსტად. პარაზიტი ეს არა. თან სახელმწიფო ვალდებულია, რომ პასუხისმგებელია, ახლა აბსოლუტურად ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მტერი სოფლის მეურნეობის მინისტრი. და დღეს ეს კაცი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. ეს არის დივერსია. ეს არის დივერსია, რასაც ეს სოფლის მეურნეობის გამოდი შვილო ტელევიზორში რა. სუფრებზე რომ ამღერებდა გოლდორგან მოსუკრა, მე კი არ მჭირდება მე. ხალხს ბავშვები ყავს, რა უამრავი ადამიანი ყავს, ელოდება რაღაცა, თქვი ინფორმაცია მიაწოდეთ ხალხს ამ პროდუქტებზე, კაცო. სულაშორის გადავიდე ნიკოლოზ იმაზე ბელორუსულ მაღაზიებში. კაცო, ამ ბელორუსული ყველგან არ არის და არც ეყოფა ხალხს. ეგ არის ძალიან 2-3 მაღაზია თბილისში. ეგ არ ეყოფა ხალხს. რა თქმა უნდა და ამას უნდა პასუხისმგებლობა და გეთანხმები, უნდა გამოხვიდე და თქვა, სახელმწიფო ხარ და ხელისუფლება ხარ, ხო? და ეს ხალხი არის დაბნეული, მართლა რა არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ყველა უყურებს მიდის ჭორის დონეზე ესეთი იყო ეგ. დამოკიდებული არიან ბიძინა ივანიშვილზე, ბიჭო დაგნიშნა მინისტრად რაღაცა გააკეთე რა. გააკეთე რაღაცა რა. იმიტომ არის ჯანსაღი ოპოზიცია საჭირო ქვეყანაში რომ ეხლა რაღაცა რო ყავდეს ქვეყანა ოპოზიციას ამოთხრი და გამოიტანდა იმ სონგულაშვილს კაიმიდან იმიდან რა. მართალია არ უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაცა და თვითონ ოპოზიციური არ არის ოპოზიცია და ვირა უნდა თქვას ნიკოლოზ. არა ოპოზიცია მართლა რომ სიმართლე თქვა ხალხს აღარ ჯერა მისი გაიგე იმიტომ რომ ესენი არიან დივერსანტები რო გამოვიდეს მართლა ოპოზიციამ ეხლა დამათმა რო რაღაცა მართლა სიმართლე თქვა იმასაც აღარ დაიჯერებს იმიტომ რომ ესენი არის ნაძილები ხო მგელიო და ამიტომ არის საჭირო ამას და მე მივმართავ ხელისუფლება ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაბრალებს რომ ხელისუფლების წრები ვართ მაგრამ ეს კაცი და გინე ვიღაცები იქ ცხეთის ხიდზე ვიც არის პასუხისმგებელი და კიდე 1000 რაღაცაზე ესენი აწყობენ დივერსიას თქვენს წინააღმდეგ რა დივერსიას როგორც ესე მაგალითად ეხლა იმ შაქარაშვილის და ხაინდრავას მოუწყეს პროვოკაცია სახში მიუვარდნენ კაცო და პირველ არხს უყურებ ეხლა აი მოდი ერთი აი განახებთ სიუჟეტს ერთი აი ამ მისი პირველი არხის თუ გვაქვს ერთი წამით საზოგადოებრივი მაუწყებლი სიუჟეტი თუ გვაქვს იმიტომ რომ ეს სიუჟეტი გავიდა მეგობრებო სადაც ხო აი ეხლა მე მინდა განახოთ აი ეს სიუჟეტი რომელიც ეხება აი ამ ინციდენტს რომელიც მოხდა მე სოლიდარობას უცხადებ ამ შაქარაშვილს აი შაქარაშვილთან დაკავშირებით აი მოდი ვნახოთ ეხლა
ამ დრომდე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, გოგა ხაინდრაოსა და ვატო შაქარიშვილს ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. მომხდარს არ უარყოფს ინციდენტში მონაწილე ვატო შაქარიშვილი, რომელიც მოამბესთან საუბარში ყვება, რომ შემთხვევა ქაშვეთის ტაძართან მოხდა, სადაც მისივე თქმით ჟურნალისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღიძრა თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. ჩამოდიოდი რატოსაც დავინახე რომ შაქარაშვილი და ხაინდრაო გამოდიოდნენ ქაშვეთის ეზოდან და ლოგიკურად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც შაქარაშვილის გამო განვითარდა ფონდების დაყადაღებას გულისხმობ ათასობით ბავშვი და ონკოპაციენტი დარჩა მკურნალობის გარეშე, იმ თანხების გარეშე, რომელიც მათ სჭირდებოდათ და გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ვატო შაქარაშვილთან მივედი კითხვით, რომ თქვენ ხო ვატო შაქარაშვილი ხართ და თქვენ ხართ მონა. რის შემდეგაც ვატო შაქარაშვილმა რამდენჯერმე სილა გამაწნა სახეში, დაახლოებით 5-6 ჯერ გამაწნა სახეში სილა და წიხლი მომარტყა ფეხისცერში, რაზეც გარეგანი დაზიანება აღმოჩნდება. ვხედავთ ხო ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს ტელეფონ მომარკვეული ოლა ახალგაზრდები ადამიანებს დადიანებთ შეურაცხყოფას აყენებენ. მონას დაძახებაზე ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქართველიდან გამოვედით ლოცვიდან, აი ზეთი ამ ქონდა, ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი და მოვალდა ტელეფონი მომარჯვებული და დაგვიწყო მონას დახილი. მოღალატის დახილი და რუსის მონას დახილი და დაასრულონ ეს საზოგადოება. იქნეს აი კბილებით უჭირავს, რომ იტყვიან, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს, მაგრამ აი ხა რატო ვაჩვენე ეს სიუჟეტი? განა ეს ინფორმაცია არ ვიცოდი ჩვენ. ესე იგი მიდის ჟურნალისტი ამ პირველი არხის ინტერვიუს იღებს, ესე იგი ადამიანთან, რომელმაც ეს ინციდენტი შექმნა და ინტერვიუს იღებს ცოცხლად. და იმავდროულად ტელეფონის წერს, ვინც რეალურად თავდასხმის. ბედი ჟურნალისტი არ აყავთ, მანქანა არ აყავთ, რომ გაუშვათ და ჩაწეროს. მაინტერესებს, არ აყავთ. აი დამოკიდებულება საერთოდ სიტუაციის მიმართ. ესე იგი, შენ ტელეფონით წერ იმ ადამიანს, რომელზეც მოხდა თავდასხმა და მიდიხარ ოპერატორი უშვებს მანქანათი უშვებს ოპერატორ ჟურნალისტს აი ამ ნაძირალასთან და ამას აწერინებს. ეხლა წარმოგიდგენიათ ბალანსი. და ეხლა ვიღაცამ მისი რა ქვია, აი ამ ესე იგი მლიქვნელებისა და ერთ-ერთი რაღაცა პოზიციის მლიქვნელებმა ჩამიგდეს ესეთი ნიუსი, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება სადღაც რომ თქვი რომ ინფორმაციაზე ეს რა არის მეგობრებო? ეს არაფერი ეს არის ინფორმაცია, ვიღაცა იდიოტმა ჩამიგდო აქამდე. და ეს არის საპირწონე იმისი რომ დღედაღამე იმას ამბობენ რომ რძე არის მოწამლული რაღაცაო და დაიდო სადღაც ესე იგი რომელიღაცა საიტზე სოფლის მეურნეობის ვინ კითხულობს ამ საიტებს გამოდი აგერ არის პირველი ეს ინფორმაცია უნდა იყოს ტელევიზორით ხალხს გასაგებად უთხრა გლეხმა რა იცის ეხლა იქ საიტზე შევა იმისი რომ რძესთან დაკავშირებით პრობლემა ეს სულელები ზოგი დებილია და როგორ უნდა ჩამიგდო ეს თურმე ხა რო ვთქვი რო გამოვედი მე რო ვილაპარაკე რო ინფორმაციას მეთქი არასდროს მეთქი აი ჩამიგდეს აჭრიან ეს არის ინფორმაციის მიწოდება ეს სამსახურია ვალდებული და პასუხისმგებელი რო გაქ პიარი პრესსამსახური მოიწვიე ბრიფინგი და გამოდი წადი იმაში ძროხებთან და თქვი ჩვენი ფერმები იდეალურ მდგომარეობაში და საპირწონე რა არის განცხადება დევს დებილი ვიღაცა იდიოტი ეს ყოფილა საპირწონე ისინი დღედაღამე აგინებენ ხელისუფლებას კლინტის და ეს შემძვრალია სოღულაშვილი იმაში რა ქვია კარადაში ან იმაში რა ქვია მაგიდის ქვეშ და ვაიმე იმ თვალებზე და არ უნდა რაღაცის განცხადების თქო ვაიმე არ გადამიყოლონ ვაიმე რამე არ მიღა აი ესეთი კურდღლები რო დანიშნეთ მინისტრებად იმიტოა საქმე კარგად რა ეს კურდღელი ეგ არ თურმე აი განცხადება დევს რა ეს განცხადება არაფერს არ ნიშნავს. რა მე ვერ გავიგე ეს არ არის დივერსია, კაცო, ეს არ არის დივერსია. ჯერ კაცმა ერთხელ უღალატა ხელისუფლებას, როდესაც თქვა რომ მეო იმასო კანონსო იმას ვქენიო, რა ქვიაო, ხელიო არ მოვაწერეო, შემეშალაო. მე მაგის მერე მეგონა მაგას გადაასახლებდნენ საქართველოსთან. გადაასახლებდნენ და კაცი დანიშნეს სტრატეგიული სამინისტროს ხელმძღვანელად, სოფლის მეურნეობა, ვიღაცა. 57 და სოფლის მეურნეობა.
ქვეყანა იგრევა დედასაგინებენ ამ თავრობას კლინტი და ვიღაცა მიგდებს აგერ განცხადებას რომ თურმე იმაზე რაღაცა დაიდო რა დღე და ღამე ყველა ეთერში უნდა იჯდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იდა რძე კარგია ხალხო ნუ ნერვიულობთ იყიდეთ რძე ეს უნდა იყოს რას გებულობთ აგერ რომ სადღაც საიტზე დაიდო ინფორმაცია გესმით თქვენ ეს არის თურმე საპირწონე რა ნუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და აბსოლუტურად ეს არის ბიძინა ივანიშვილის მტრები ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნათესავები და ახლობლები არ დაინდო ღალატისათვის და ნუ გონია თქვენ რომ ვიღაცა მინის დაინდობს ის რა თქმა უნდა და უკვე გამოტანილიც აქვს განაჩენი რა მაგას როგორც მე ვიცი ნუ ეხლა ეს არ ვიცით მაგრამ ფაქტია რომ პასუხისმგებელია და უნდა ეს ნორმალურ ქვეყანაში ნუ არ ვიცი რა ეხლა დამოკიდებულებაა ნიკოლოს ხო ეს შენი თქვის არ ხო დღე და ღამე უნდა იყოს ტელევიზორში გამოსული და ყველა საინფორმაციო არხებზე უნდა იყოს განცხადება ამასთან დაკავშირებით რომ უნებელია და შეიძლება მოსახლეობაში არის პანიკა მოსახლეობაში არის შიში თან თქვენ კარგად იცით ხო ეს რძის ნაწარმი ყველა მიირთმევს მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებზეა აქცენტი აღებული ხო ამ ბავშვებს არ აჭმევენ უკვე ესეთ შიშია ეხლა ვიღაცამ წერს ნუ ნერვიულობთ როგორ არ ვინერვიულო ხალხო უმუშევარი ხელს ხდება ხალხი და ხალხი არის პარალელურად არ ვინერვიულო ჩვენ მართლა ვიღაცები შეეჩვივნენ სტანდარტი ტელევიზიის ის კი არ არის ჟურნალისტი გამოვიდეს ესე და ესე ილაპარაკოს რაღაცა ადამიანი არის ემოცია გესმით მე იმიტომ მყავს მაყურებელი ამდენი და მთელი საქართველო იმიტომ იყურებს სამთავრობო არხებს არ უყურებს იმდენი რამდენი იმიტომ რომ ჩვენ გამოვხატავთ ხალხის პოზიციას ჩვენ ვართ ხალხის ტელევიზია რეალურად ტელეკომპანია სეზონი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ რომ ხალხის მაჯისცემაზე გვაგიჭირავს ხელი მე რომ ხედავ რომ მეძუძუე დედა რომელსაც უნდა რომ რძე იყიდოს რძეს ვერ ყიდულობს ბავშვისთვის რაკანას მე ხედავ რომ ავანტყოფი მოხუცი რომელიც რძეს ვერ ყიდულობს იმიტომ რომ დაცინია დღეს გამოვიდა კაცო პაპაშვილი თქვა რაღაცა BMG-ს არხზე რომ ეგო არ არის მაგრამ ვინ ახლა იმ BMG-ს ვინ უყურებს ან ახლა მე რო ჩამიგდო ვიღაცა სულელმა ეს განცხადება რომ ისა თურმე აგერ სააგენტოზე დაევსო ესა ამას ვინ წაიკითხავს წალენჯი ხელი გლეხი წაიკითხავს სურსათის უნებლობის ან რომელიღაცა საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სენაკელი ოზურგეთელი გლეხი წაიკითხავს ამას რისთვის ახარ მოიწვიეს შენი არ არის ეს რუსთავი იმედი მაესტრო აჭარა პირველი არხი გამოდი დღე და ღამე იმაზე უნდა ილაპარაკო ამაზე რა აი ეს არის მტრები ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის და ვიც კი მე იმას მეტყვის რომ აუ ნიკა რატო დაარტყი იმასო მე ვისაც დავარტყი ყველა ეხლა არის ბოდიში და გადასახლებაში და მე ჩემი თქმა იმას ნიშნავს რომ ვიღაცა სიკვდილის ბუზი დააჯდა პირდაპირ გეუნებით რა აი პირდაპირ და გაგებით ნიშნულობით რაღაცას რო ვიტყვი მოემზადოს ის უკვე რაღაცისათვის და ვინც კიდე რაღაცა მე ხა დამირეკავს დღეს და მეტყვის რომ რატო გააკრიტიკე ისაო რა ქვია ეს სურსათის უნებლობის და იმის მინისტრი სოღულაშვილიო ისიც მოემზადოთ მასაც დააჯდება სიკვდილის ბუზი ეს იცოდეთ კარგად იმიტომ რომ მლიქუნელები და კონფორმისტები პირველი მტერია ხელისუფლების. როდესაც იცი შენ რომ არაკეთებს ვის ესა თუ ის მინისტრი კარგად და ამას მალავ, აი პირველი ნაძირალა და არაკაცი ხარ შენ. შენ რო ამას მალავ. მე აი ახლა ეს გადატრიალების პერიოდი რო იყო, მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი რომ ზოგიერთი სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელი. ხმას ვერ გაიგონებდი. დღე და ღამე აქ ეთერში ვიჯექით და ვლაპარაკობდით და რომ აი ეს გადატრიალება მზადდება. და ისინი შემძვრალი იყვნენ, ხმას არ იღებდნენ, ეს პარლამენტის დეპუტატები იყო, მთავრობის წევრები, ყველანი, ესე იგი მინ მაგათი ოჯახის წევრები იქით. დღეს რო დაწყნარდა სიტუაცია, ყველა გამოძრა, სოროებიდან გამოძრე. ზოგიერთი ბოდიში და სხვა ადგილიდან გამოძრე. და დაიწყეს აიმე ის სად იყავით აქამდე? სად იყავით? აი ახლა იმ სოღულაშვილს რო გადააყენებს, გადაყენებული იქნება. მე ერთი მაინტერესებს, ვინმე იტყვის გაბედავს, რომ ნიკოლოზ ჯავანაძე მართალი არისო? ყველა ტელევიზია ბოდიში და დაცინის ხელისუფლებას კვირდა. პაპაშვილმა უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები?
და იმ პაპაშვილსაც კიდე იმიტომ დაარტყეს იმ სოფლისნობას, რომ იმიტომ რომ ხელისუფლებას ხარს უჭერს. კი, განსხვავება თქვა, გამოვიდა რაღაცა 10 წლის წინ რაღაცა იყო და თან მაგას რასაც ჩვენ ვაკეთებით, ყველა აკეთებდა მაგას. მე სტანდარტი შეიცვალო. ხო შეიძლება თქვა ხალხო რომ ეს არ არის ესე, არა? თან გასაგებია. და მე ახლა ამაზე ძეზე და ამ რძის პროდუქტებზე მშვიდად უნდა ვილაპარაკო თურმე. თან გასაგებენაზე და არა ამ განცხადებებით ეხლა რო ხო, საიძედებს თურმე ინფორმაცია და თურმე ისინი რომ დღედაღამე აჟიტირებენ, ეს სოღულაშვილი ენაბლურო ხარ, თუ ხარ შვილო და ლაპარაკი არიცი, პრესსამსახური გამოიყვანე ტელევიზორში. თუ ლაპარაკი არიცი, ენას თუ ვერ ყოფ იმიდან პირიდან. გამოიყვანე პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ან დანიშნონ ის პავლეაშვილი მინისტრის მოადგილე მშვენიერი კადრია, კაცო. შეიძლება ესეთი რაღაცა კაცო. რა თქმა უნდა, არ შეიძლება და ეს სხვა შორის ამით ურტყამენ ხელისუფლებას. ურტყამენ, აბა რა იქნება რა. და ვიღაცა ეხლა მლიქნელი ამას ხედავს, მლიქნელი ამას ხედავს და ჩუმათარი ხმას არიღებს და მე ბოლოს ის გამოვა კარგი ხმას რო არიღებს და მე გამოვალ ცუდი, იმიტომ რომ მე ღიად ვიძახი ამას, გესმით? მართალია. რომელია უფრო კარგი ადამიანს ეუნებოდე გამოდი თქვი რაღაცა თუ რომელია რომელმაც იცის ეს ყველაფერი და შემძვრალია ერთსაკევი მეუჯა რა ქვია რა. აი ეს არის ჩვენი ისედაც ხო ეკუთვნის ნიკოლოზ პასუხისმგებელი ამ თემაზე ხო ეს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სულუკიანი ხო არ გამოვა და სპორტის მინისტრი ხო არ გამოვა რა ხო მისი საკურატორო სფეროა ხო მან ხო უნდა გასცეს აქ პროფესიონალი პასუხისმგებელი მან სამინისტრო უნდა პოზიცია გამოამჟღავნოს და თქვას ხალხო არა პანიკის საფუძველი არ არის და პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე ან თქვას კი ბატონო არის რაღაცა მოხდა და მოდი დროებით თავი შევ. ხო ორი დაუშვათ უკიდურესობა. და რა ის რომ რაღაც განცხადებებს კი ბატონო, კარგია ეს განცხადების დაუშვათ, მაგრამ ვინ კითხულობს ამას, ხო? სადა საიძე. ხო, ან საიტებს ვინ კითხულობს? ან ახლა ამის ხუთგვერდიანი წერილი საკითხოს. აქ უნდა გამოვიდეს და ბრიფინგი ჩატარდეს. ამაზე მეორე დღეს უნდა ჩატარებული. კურდღელი რო ხარ, ბრიფინგი ჩატარებული. კაცი რო ხარ, კურდღელი. ის კურდღელი დარჩები ბოლომდე. კაცი რომელმაც უკან წაიღო თავის სიტყვები რომ მეო ხელი არ მომიწერიაო იმასო აგენტების კანონსო და მეო ესო შემეშალაო. აი მაგის მერე, მაგისი დანიშნა აქ იყო ეს იყო დიდი ღალატი. ეს იყო დიდი დანაშაული. და აგე რა ფაქტი კიდე რა. კაცი იმის მაგრა დღედაღამე ყველა არხზე გამოდიოდეს. ლუკაშენკო მიდი შედალოცილო იმ ფერმაში და შენ ვინახარ არა რატო არ მიდიხარ ფერმაში თუ გიწყდება არა ლუკაშენკო მიდის ყველადღე რამდენი ძროხა არის და რამდენი ღორია ბელორუსში უკვე ზეპინათვის თან სანიტარული მდგომარეობა ნახეთ როგორი დამოკიდებულება აქვს მარტო მისვლა ხო არ არის მე მგონი არ ვიცი ეს კაცი ათენებს და აღემებს ამ ფერმებში და საღორებში და საძროხეებში რა და იმიტოა რომ გიხარიათ იმ ბელორუსკაში შესვლა ბელორუსკას პროდუქტი უფრო ბელორუსიული რძისა და ხორცის პროდუქტი უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე რუსული კი და ევროპაში გადის კიდევ აქაც მოიმატა სხვათა შორის ეხლა ამის ფუნქცია. და არც ვინმე გაბედოს, ვინმე ტელეფონზე დამირეკოს და მითხრას რომ რატო ისქედიო ესე მკაცრად ილაპარაკეო იმაზეო, რა ქვია, ამ მინისტრეო. თორე ტრუბაში გავაძორეთ რა, ვერც არც გაბედოს. თორე დააჯდება იმასაც სიკვდილის ბუზი. გაიხსენეთ ერთი ვისაც მე ვთქვი, სად არიან ეხლა ისინი? ის სად არიან რა გაიხსენეთ ერთი ვიზეც მე მკაცრად გამოვედი და დღეს ისინი სად არიან და მე სადა ვარ? ეს კარგად გაიხსენეთ, ერთუჯრედიანმა ხალხმაც კარგად გაიგეთ ესა. და რაღაც ცვლილებები რო არის კიდე მთავრობაში, ტყილა არ ხდება ის მთავრობები, იმიტომ რომ ყველა კარგად, ყველა იმისი არ იყოს იმ ფილმის, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ და მიფრთხილდი თუ აი ესეა ეს ყველაფერი. ეყოთ ყველას ზოგიერთს გაძღომა. დადგება მალე ის დრო, ყველა ვინც ნაძირალა არის გადაინაცვლებს სხვაგან. ამით ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე.